საღამომშვიდობის ჩემო მეგობრებო, გავაგრძელოთ ენოქის წიგნის საკითხვა მეორე ნაწილი. ოცდამეჩვიდმეტე თავზე ვიყავით გაჩერებული და გავაგრძელოთ. იგავთა წიგნი ქვია ასე, მეორე ხილვის დასაწყისი, მეორე ხილვა, რომელიც იხილა სიბრძნის ხილვა, რომელიც იხილა ენოქმა. ძემი არედისა, ძისა მაჰალალელისა, ძისა კაინანისა, ძისა ენოსისა, ძისა სეთისა, ძისა ადამისა და ეს არის დასაბამი სიბრძნის სიტყვებისა, რომელზეც აღვავლინე ჩემი ხმა სალაპარაკო და საუწყებლად დედამიწის მკვიდრთათვის. დასაბამი სიბრძნის სიტყვებისა ებრაულად რეშით დავრეი ხახოხმა, ეს არის დასაბამი სიბრძნის სიტყვებისა, რო წერია პირდაპირ კავშირშია სეფიროთის ხესთან. რეშით დასაბამი საწყისი, კაბალაში რეშით ნიშნავს ასოცირდება, ხშირად ასოცირდება უმაღლეს პირასთან, ქეთერთან. ქეთერი ნიშნავს გვირგვინს, რომელიც არის პირველადი ნება, ყველაფრის საწყისი და აბსოლუტური არარაობა. აინ. საიდანაც იწყება გამოვლენა. ტერმინი რეშით ხახოხმა, რეშით ხოხმა, სიბრძნის საწყისი ფსამუნებიდანაცაა ცნობილი და მიანიშნებს იმაზე, რომ ხოხმას, ანუ ებრაულად სიბრძნეს, თავისი ფესვი კიდევ უფრო მაღლა ქეთერში აქვს, ანუ გვირგვინში. ისმინეთ პირველნო და იხილეთ უკანასკნელნო, მომავალნო, წმინდა სიტყვები, რომელთაც წარმოვთქვავ სულთა უფლის წინაშე. კეთილარს მათი უწყება პირველთათვის და არ დავაკლებთ, ანუ არ დაუმალავთ სიბრძნის დასაბამს არც უკანასკნელთ. დღევანდელ დღემდე სულთა უფლისაგან არავისთვის მიცემულა ისეთი სიბრძნე, როგორიც მე მივიღე ჩემი გულმოდგინებით სულთა უფლის ნებით. ეს არის იგავთა წიგნის შესავალი. ეხლა პირველად გაისმა ხმა აქ სულთა უფალი, ვინ არის ეს სულთა უფალი? ახალი ღვთაებრივი ტიტული. სულთა უფალი, ეს არის ებრაულად ადონ ჰარუხოთი. ადონ ჰარუხოტი. ეს ტერმინი ენოქის წიგნის სწორედ ამ ნაწილის საფირმო ნიშანია. ღმერთი აქ მოიხსენიება არა უბრალოდ როგორც მიწის ან ხორცის შემქმნელი, არამედ როგორც სულების მბრძანებელი. ეს უზენაესი წმინდად სულიერი იერარქია. გნოსტიკურ კონტექსტში ეს პირდაპირ პასუხობს იმ იდეას, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის სულთა მამა, ანუ ფუძე და არა მატერიალური კოსმოსის არქიტექტორი. თავი 37. მეორე ხილვა, რომელიც მან იხილა, სიბრძნის ხილვა, რომელიც იხილა ენოქმა, იარედის ძემ, მაჰალალელის ძემ, კენანის ძემ, ენოშის ძემ, სეთის ძემ, ადამის ძემ. და ეს არის სიბრძნის სიტყვების დასაწყისი, რომელიც მე აღმოვთქვი და ვთქვი მათთვის, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე. ისმინეთ პირველნო და იხილეთ უკანასკნელნო, წმინდა სიტყვები, რომელთაც წარმოვთქვავ სულთა უფლის წინაშე. უმჯობესია ეს პირველ თვამცნოთ, მაგრამ არც უკანასკნელით დაუკარგავთ სიბრძნის დასაწყისს. აქამდე სულთა უფლისგან არავის მიუღია ისეთი სიბრძნე, როგორიც მე მომეცა, ჩემი გონებით სულთა უფლის ნებით. ჩემამდე არასდროს ყოფილა ბოძებული სულთა უფლის მიერ ისეთი სიბრძნე, როგორიც მე მივიღე ჩემი გონებით, ჩემი ნებისამებრ. სამი იგავი გადმომეცა მე და მე მათ ვამბობ დედამიწის მკვიდრთან. თავი 38. პირველი იგავი. ეს ჩავსვათ ჭხილებში. როდესაც გამოჩნდება მართალთა კრებულიდან ცოდვინი განეკითხებიან თავიანთი ცოდვების გამო და განიდევნებიან დედამიწის ზურგიდან და როდესაც მართალი გამოეცხადება რჩეულ მართალთა თვალებს, რომელთა საქმეnis დამოკიდებულია სულთა უფალზე და სინათლე გამოუჩნდებათ მართალ და რჩეულთ, რომლებიც დედამიწაზე მკვიდრობენ. სად იქნება მაშინ ცოდვილთა სავანი და სად იქნება დასასვენებელი მათთვის, ვინც უარყო სულთა უფალი? უმჯობესი იქნებოდა მათთვის საერთოდ არ დაბადებულიყვნენ. როდესაც მართალთა საიდუმლოებანი გამოაშკარავდება, განეკითხებიან ცოდვინი და ბოროტის მოქმედნი, განიდევნებიან მართალთა და რჩეულთა წინაშე. იმ დროიდან მოყოლებული ქვეყნიერების მპყრობელნი აღარ იქნებიან ძლიერნი და აღზევებულნი და ვეღარ შეძლებენ წმინდანთა და რჩეულთა სახის ხილვას, რადგან სულთა უფლის სინათლე გამოჩნდა წმინდანთა
მართალთა და ჩეულთა სახეებზე. ხედავთ, სულთა უფლის სინათლე, ანუ სახე გაუბრწყინდებათ უფლის შუქით წმინდანებს, მართლებსა და ჩეულებს. სამი კატეგორიის ხალხი არის დასახელებული დედამიწაზე. მაშინ დაიღუპებიან მეფეინი და ძლიერი და გადაეცემიან ისინი მართალთა და წმინდანთა ხელთ. იმ დროიდან მოყოლებული ვეღარავინ პოვებს შეწყალება სულთა უფლის წინაშე, რადგან მათი სიცოცხლის აღსასრული დადგა. აი ეს სახარებისეული იესოს სიტყვები აღებული არის ენოქიდან მოყავს იესოს. რომ ვაიმას ვისგანაც მოვა სასტური ჯობდა არ დაბადებულიყო. იქ წერია ვირის ის მოებაო, წისქვილის ქვა მოებაო და ზღვაში ჩამოჭრალიყო. აქ ამას ზუსტად ენოქი ამას ცოდვილებზე. სად იქნება ცოდვილთა სავანე, მაშინ და სად იქნება დასასვენებელი მათთვის, ვინც უარყო სულთა უფალი. უმჯობესი იქნებოდა მათთვის საერთოდ არ დაბადებულიყვნენ. აი იესო აქედან პერიფრაზირებს სახარებაში. უმჯობესია საერთოდ არ დაბადებულიყო. თავი 39. და იქნება იმ დღეებში რჩეულთა და წმინდანთა შვილები ჩამოვლენ მაღალი ზეციდან და მათი თესლი შთამომავლობა შეერთდება კაცთა შვილებთან. და იმ დღეებში მიიღო ენოქმა რისხვისა და გაცხარების წიგნები და შფოთისა და დევნის წიგნები და არ იქნება მათთვის წყალობა, ამბობს სულთა უფალი. იმ დღეებში ქარიშხალმა გამიტაცა დედამიწიდან და დამავანა მე ზეცის კიდეში და იქ ვიხილე სხვა ხილვა. წმინდანთა სავანეები და მართალთა განსასვენებელი. იქვე იხილეს ჩემმა თვალებმა მათი სავანეები მის ღვთის ანგელოზებთან ერთად და მათი განსასვენებელი წმინდანებთან ერთად. ისინი ევედრებოდნენ, მუდარას აღავლენდნენ და ლოცულობდნენ კაცთა შვილებისათვის. სიმართლე კი მიედინებოდა მათ წინაშე როგორც წყალი და წყალობა როგორც ცვარი დედამიწაზე. ასეა მათ შორის უკუნითი უკუნისამდე. და იმ ადგილას იხილეს ჩემმა თვალებმა რჩეული სიმართლისა და სარწმუნოებისა. და სიმართლე იქნება მის დღეებში და მართალი და რჩეულნი ურიცხვი იქნებიან მის წინაშე უკუნითი უკუნისამდე. და ვიხილე მათი სავანე სულთა უფლის მთების ქვეშ, ყველა მართალი და რჩეული მის წინაშე ბრწყინავდა როგორც ცეცხლის მათობნი. მათი ბაგეები სავსე იყო კურთხევი და მათი ტუჩები აქებდნენ სულთა უფლის სახელს. სიმართლე არასოდეს დაილევა მის წინაშე და სიმართლე არ დასრულდება მის წინაშე. იქ მსურდა დამკვიდრება და ჩემს სულს ენატრებოდა ის სავანე. იქ იყო ჩემი წილი მანამდეც, რადგან ასე დაადგინდა ჩემთვის სულთა უფლის წინაშე. იმ დღეებში ვაქებდი და განვადიდებდი სულთა უფლის სახელს კურთხევითა და ქებით, რადგან მან განმამტკიცა კურთხევითა და დიდებით სულთა უფლის ნებისამებრ. დიდხანს უყურებდნენ ჩემი თვალები იმ ადგილს და ვაკურთხებდი მას და ვამბობდი, კურთხეულ არს იგი და კურთხეულ იყოს თავიდანვე და უკუნისამდე. მის წინაშე არ არსებობს დასასრული, სანამ სამყარო შეიქმნებოდა, რა იქნებოდა თავიდან თავობამდე რა მოხდება. შენს წინაშე დადგებიან ისინი, ვინც არ იძინებენ, ისინი გაკურთხებენ და შეგაქებენ და გეტყვიან, წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს, სულთა უფალი, სავსეა დედამიწა სულებით. და იქ იხილეს ჩემმა თვალებმა ყველა ისინი, ვინც არ იძინებენ, როგორ დგანან მის წინაშე აკურთხებენ მას და ამბობენ, კურთხეულ ხარ შენ და კურთხეულ არს უფლის სახელი უკუნითი უკუნისამდე. და შეგვეცვალა სახე, ვიდრე ვეღარ შევძელი ყურება. თავი მე-40 4 მთავარანგელოზი. და ამის შემდეგ ვიხილე 1000-ობით 1000 და ბევრჯერ 10,000 ურიცხვი და უთვალავი სიმრავლე, რომლებიც იდგნენ სულთა უფლის წინაშე. და სულთა უფლის 4-სავე მხარეს ვიხილე 4 სახე, ან არსება. განსხვავებული იმათგან, ვინც იქ იდგნენ და შევიტყვე მათი სახელები, რადგან ანგელოზმა, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა, მაცნობა მათი სახელები და მიჩვენა ყველა დაფარული რამ. და მომესმა იმ 4 სახის ხმა, როდესაც ისინი აქებდნენ სულთა უფალს. პირველი ხმა აკურთხებს სულთა უფალს უკუნითი უკუნისამდე და მეორე ხმა მომესმა, რომელიც აკურთხებს რჩეულს და რჩეულთ, რომლებიც მამოკიდებულნი არიან სულთა უფალს. და მესამე ხმა მომესმა, რომელიც ევედრება და ლოცულობს მათთვის, ვინც დედამიწაზე მკვიდრობს და ევედრება სულთა უფლის სახელს. და მომესმა მეოთხე ხმა, რომელიც განდევნის სატანებს, სატანა ებრაულში ნიშნავს ბრალდებელს, ანუ ესე გადაითარგმნება. სატანა ერთი არ არის, სატანები არის, ბრალდებელები. და არ აძლევს მათ ნებას მივიდნენ სულთა უფლის წინაშე, რათა არ დაადანაშაულონ დედამიწის მკვიდრნი. ნახეთ? და მომესმა მეოთხე ხმა, რომელიც განდევნის ბრალდებლებს, ანუ სატანებს, და არ აძლევს მათ ნებას მივიდნენ სულთა უფლის წინაშე, რათა არ დაადანაშაულონ დედამიწის მკვიდრნი. ანუ სატანები ყველა ადამიანს ყავს თავისი სატანა რა, ისინი ადიან თურმე სულთა უფლის წინაშე და ჩვენზე მიაქვთ ბრალდებები, ანუ საჩივრები უზენაეს და
როგორც იობზე აუტანეს რა, ასე არიან ჩვენ სატანები, ანუ ბრანდებლები, ეშმაკები. ამის შემდეგ ვკითხე მშვიდობის ანგელოზს, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა და მიჩვენებდა ყველაფერს, რაც დაფარული იყო და ვუთხარი, ვინ არიან ეს 4 სახენი, რომლებიც ვიხილე და რომელთა სიტყვებიც მოვისმინე და ჩავწერე? და მითხრა მე, პირველი არის მიქაელი, მოწყალე და სულგრძელი და მეორე რაფაელი, რომელიც განაგებს ადამიანთა შვილების ყოველგვარ სნეულებას და ჭრილობას. და მესამე გაბრიელი, რომელიც განაგებს ყოველგვარ ძლიერებას. და მეოთხე ფანუელი, რომელიც განაგებს სიანულსა და მათი მეც, ვინც მარადიულად სიცოცხლეს დაიმკვიდრებს სულთა უფლის სახელით. ესენი არიან სულთა უფლის 4 ანგელოზი და 4 ხმა, რომლებიც მოვისმინე იმ დღეებში. უზენაესის ტახტის წინ 4 ანგელოზი არის, ხო, მოხსენებული ერთ-ერთ. გონი გამოცხადების წიგნშია თუ არ ვსწრები, 4 ანგელოზი არის უფლის სახის წინაშე. მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი და ფანუელი. თავი 51, სამეფოს გადანაწილება და ასტრონომიული საიდუმლოებანი. და ამის შემდეგ ვიხილეთ ცათას ყველას საიდუმლო და როგორ არის განაწილებული სასუფეველი და როგორ იწონება ადამიანთა საქმეების სასწორზე. იქვე ვიხილეთ რჩეულთა და წმინდათა სავანეები. ანუ სავანე ნიშნავს მკვიდრობას, სამკვიდრებას. და ჩემმა თვალემ აიხილეს იქ ყველა ცოდვილი, რომლებიც განიდევნებოდნენ იქიდან, რადგან უარყოფდნენ სულთა უფლის სახელს და არ ჰქონდათ მათ ფეხზე დადგომის ძალა, იმ სასჯელის გამო, რომელიც გამოდიოდა სულთა უფლისაგან. და იქვე იხილეს ჩემმა თვალემ ელვისა და ქუხილის საიდუმლოებანი და ქართა საიდუმლოებანი, თუ როგორ ნაწილდებიან ისინი დედამიწაზე დასაბერად. და ღრუბელთა და ნამთა საიდუმლოებანი და იქ ვიხილე ადგილი, საიდანაც ისინი გამოდიან და საიდანაც მიწის მტვერის აზრდოობს. და იქ ვიხილე ჩაკეტილი საცავები, საიდანაც ნაწილდება ქარები, სეტყვის საცავი, ქარის საცავი, ნისლის საცავი და ღრუბელი, რომელიც ტრიალებს დედამიწის თავზე სამყაროს დასაბამიდან. და ვიხილე მზისა და მთვარის საცავები, საიდანაც ისინი გამოდიან და სადაც ბრუნდებიან და მათი დიდებული სვლა. როგორ უსწრებს ერთი მეორეს, როგორ არ გადაუხოვენ თავიანთ გზას, არაფერს უმატებენ, არაფერს აკრებენ თავიანთ სვლას და ერთგულად ინახავენ ფიცს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებთ. პირველად გამოდის მზე და ასრულებს თავის გზას სულთა უფლის ბრძანებით და მისი სახელია უძლეველი უკუნითი უკუნისამდე. უძლეველი, ეს საინტერესო ებრაული ფრაზაა ვეგადოლ შემო. ნიშნავს და დიდია მისი სახელი. ანუ ძლევამოსილია მისი სახელი, უძლებელია მისი სახელი. კონტექსტურად და თეოლოგიურად ენოქის წიგნში მისი სახელი მიემართება რა თავად მზედ, არამედ სულთა უფალს ღმერთს, რომელიც ბრძანებასაც მზე უსიტყვოდ ემორჩილება. თუმცა გრამატიკულად თუ ადამიანი ტექსტს მიაყოლებს, შეიძლება გაუგზავნოს დაბეჭდება, რომ მზის სახელი ვლინდება როგორც დიდებული, ძლევამოსილი. ებრაული სიტყვა გადოლ ვეგადოლ ნიშნავს დიდს, განდიდებულს, ძლიერს და ასევე ნიშნავს გმირს, უძლეველს, დაუმარცხებელს, ანუ ძლევამოსილს, უძლეველს. შეადარეთ დაბადების მე-6 თავის მე-4 მუხლი და ესაიას მე-9 თავის მე-6 მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ ენოქის წიგნი მკაცრად მონოთეისტური და მზეს ღმერთად არ მიიჩნევს, პირიქით წარმოაჩენს მას როგორც ღვთისმსახურს, რადგანაც სულთა უფლის ნებას ასრულებს, აქ ორი ძალიან საინტერესო ისტორიული კულტურული პარალელი იკვეთება. კოსმიური წესრიგი და ძლევამოსილება. რომაულ კულტში სოლ ინვიქტუსი, უძლეველი მზე, იყო უზენაესი, ურხევი და მუდმივი წესრიგის სიმბოლო, რომელიც ყოველდღე იმარჯვებს სიბნელეზე. ენოქის ლიტერატურასა და რომაულ სოლ ინვიქტუსში უძლეველ მზეს შორის რამდენიმე ძალიან საინტერესო პარალელური ისტორიული კვეთა არსებობს. მზის ეტლი და ციური მესაჭეები. ენოქის წიგნში ხანოხი პირველი, ენოქის პირველ წიგნში თავები 72-75 ასტრონომიულ წიგნში დეტალურად არის აღწერილი ციური ნათობების სვლა. ენოქი აღწერს მზეს, რომელიც მოძრაობს ეტლით, რომელსაც ქარებით დაქრიან. მზეს ჰყავს თავისი წინამძღოლი ანგელოზები, მაგალითად ორიელ, რომელიც სინათლეზეა პასუხისმგებელი. სოლ ინვიქტუსი, მოკლედ ეს სკოლიაში მაქვს მე წიგნად თუ გამოცემ მე შეგიძლია თქვენ თვითონ წაიკითხოთ. და ამის შემდეგ ვიხილე მთვარის ფარული და აშკარა გზა და ის ასრულებს თავის სვლას იმავე ადგილას დღისით მზის პირისპირ და ღამით მზის პირისპირ. აი მე რო გაჩვენეთ ადიშისა სვანეთში რო ვიყავით უზგულში, მთვარე და მზე რომ მზის პირისპირო იდგნენ, მთვარე და მზე ერთმანეთის პირისპირო იდგნენ. აი აქ აწერია 51 თავში ენოქის ასტრონომიულ საიდუმლო წიგნში. გავიმეორებ ამ მუხლს. და ამის შემდეგ ვიხილე მთვარის ფარული და აშკარა გზა, ის ასრულებს თავის სვლას იმავე ადგილას დღისით მზის პირისპირ და ღამით მზის პირისპირ. ერთი მეორეს საპირისპიროდ, სულთა უფლის წინაშე და ისინი მადლობენ, აკევენ და არისვენებენ, რადგან მათი სამადლობელი არის მათივე დასვენება, მყუდროება.
რადგან მზის სვლა მრავალჯერ იცვლება კურთხევად ან წყევლად, ხოლო მთვარის გზა არის სინათლე მართალთათვის და სიბნელე ცოდვილთათვის. სულთა უფლის სახელით, რომელმაც განაცალკევა სინათლე და სიბნელე, გაყო ადამიანთა სულები და განამტკიცა მართალთა სულები თავისი სიმართლით. და ვერც ერთი ანგელოზი ვერ შეაფერხებს და ვერც ერთი ძალა ვერ დაუდგება მათ წინაშე, რადგან ყოველი სამყურებელი ყველას ხედავს და თავად ჯის ყველას თავის წინაშე. თავი 42. სიბრძნემ ვერ ჰპოვა ადგილი, სადაც დამკვიდრებულიყო, ამიტომ მისი სავანე ზეცაში დადგინდა. გამოვიდა სიბრძნე, რათა დასახლებულიყო ადამიანთა შვილებს შორის, მაგრამ ვერ ჰპოვა სადგომი. მაშინ დაბრუნდა სიბრძნე თავის ადგილზე და დამკვიდრდა ანგელოზთა შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოხელე, მეგობრებო, რომელიც პარალელებს ავლებს თომას სახარებაში. იესო ქრისტე ამბობს, რომ სიბრძნე ან თავის თავზე ამბობს, ჩამოვიდა ადამიანთა შვილებში და ყველანი ნახა მთვრალები. ამიტომ ვერავითარ ვერ ნახა საერთო, ისევ დაბრუნდა ზეცაში. სიბრძნეს ჩაქი გულისხმობა ქრისტე. იმიტომ რომ იესოს ეწოდება მამის სიბრძნე. და ძალა, პავლე მოციქულის თანახმად. ქრისტეს უწოდებს მამის სიბრძნესა და ძალას. ეს პარალელები თომას სახარებასთან. ხოლო უსამართლობა გამოვიდა მისი საცავებიდან, მახპოვა ისინი, ვისაც არ ეძებდა და დამკვიდრდა მათ, როგორც წვიმა უდაბნოში და როგორც ცვარი მწყურვა მიწაზე. თავი 53. კვლავ ვიხილე ელვაინ და ცის ვარსკვლავები და ვიხილე, როგორ მოუხმობდა ყველას თავისი სახელი და ისინიც ემორჩილებოდნენ მას. და ვიხილე, როგორ იწონებიან ისინი სიმართლის სასწორზე, მათი სინათლის ზომის, მათი სივრცის სიგანისა და გამოჩენის თხის მიხედვით. და როგორც შობს მათი ბრუნვა ელვას და მათი ბრუნვა ანგელოზთა რიცხვისამებრ არის და ისინი ერთმანეთის ერთგულებას ინახავენ. და ვკითხე ანგელოზს, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა და მიჩვენებდა დაფარულად, რა არის ესენი? და მითხრა მე, სულთა უფალმა, ებრაულად ადონ ჰარუხოთ, გიჩვენა მათი იგავი, ანუ სიმბოლო. ესენი არიან დედამიწის მკვიდრნი, წმინდანების სახელები, რომელთაც წამთ სულთა უფლის სახელი უკონითი უკონისამდე. თავი 44. და კიდევ სხვა რამე ვიხილე ელვათა შესახებ, როგორ აღმოცენდებიან ისინი ვარსკვლავებისგან. ხდებიან ელვაინ და ვეღარ ტოვებენ თავიანთ ახალ სახეს. თავი 45. და ეს არის მეორე იგავი მათზე, ვინც უარყოფს წმინდათა სავანის სახელს და სულთა უფალს. ისინი, ვინც ცაში ავლენ და ვერც დედამიწაზე მოვლენ. ეს არის ხვედრი მცოდვილთა, რომელთაც უარყვეს სულთა უფლის სახელი და ამიტომაც არიან გადანახულნი გასაჭირისა და უბედურების დღისთვის. იმ დღეს შემირჩეული დაждდება დიდების ტახტზე და გამოცდის მათ საქმეებს, ხოლო მათი განსასვენებელი ადგილები ურიცხვი იქნება, მათი სულები მათში გამტკიცდებიან, როდესაც იხილავენ ჩემს რჩეულს და მათ, ვინც მოუხმოს ჩემი დიდების სახელს. იმ დღეს ჩემს რჩეულს დავასახლებ მათ შორის შევცვლი ცას, ვაქცევ მას საუკუნო კურთხევა და ნათლად. შევცვლი დედამიწასაც, ვაქცევ მას კურთხევა და მასზე ჩემს რჩეულს დავასახლებ, ხოლო ცოდვილნი და ბოროტის მოქმედნი ფეხს ვერ დაადგამენ მასზე. ჩემს მართებს კი საყდრს მივცემ მშვიდობით, გავაცხებ და ჩემს წინაშე დავასახლებ მათ, ხოლო ცოდვილთათვის ახლოსაა ჩემი სასჯელი, რათა აღგავო ისინი დედამიწის ზურგიდან. თავი 46. და ვიხილე იქ ის, ვინც არის დღეთა დასაბამი, ანუ ძველი დღეთა. და მისი თავი თეთრი იყო, როგორც სულთა მატყლი, და მასთან იყო სხვა, რომლის სახეც ადამიანის სახეს გავდა და მისი სახე სავსე იყო მადლით, როგორც ერთ-ერთი წმინდა ანგელოზისა. და ვკითხე ანგელოზს, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა და მიჩვენებდა ყოველგვარ საიდუმლოს იმ კაცის ძის შესახებ. ვინ არის იგი, საიდან არის და რატომ დადის დღეთა დასაბამთან ერთად? მან მიპასუხა და მითხრა, ეს არის კაცის ძე, რომელსაც აქვს სიმართლე და მასთან მკვიდრობს სიმართლე და იგი აცხადებს ყოველსა საუნჯესა დაფარულთა. რამე თუ სულთა უფალმა გამოირჩია იგი და მისი წილი აღემატება სულთა უფლის წინაშე სიმართლით უკუნისამდე. და ეს ძე კაცისა, რომელიც იხილე აღადგენს მეფეებს და მძლავრებს მათი სარეცლებიდან და ძლიერებს მათი საყდრებიდან და შეასუსტებს ძლიერთა აღვირებს და შემუსრავს ცოდვილთა კბილებს. და გადმოყრის მეფეებს მათი საყდრებიდან და მათი სამეფოებიდან, რამე თუ არ განადიდებენ მას და არ აქებდნენ მას და არც მორჩილებით აღიარებდნენ თუ ვისგან მიეცათ მათ მეფობა.
და ძლიერთა პირისახეს დაამხობს და სირცხვილით აავსებს მათ და ბნელი იქნება მათი საცხოვრებელი და მატრი მათი სარეცელი და არ ექნებათ მათ აღდგომის იმედი თავიანთი სარეცლებიდან, რამე თუ არ განადიდებდნენ სულთა უფლის სახელს. და ესენი არიან, ვინც განეკითხავენ ცის ვარსკვლავებით და აღმართავენ თავიანთ ხელებს უზენაესის წინააღმდეგ და თრგუნავენ მიწასა და მკვიდრობენ მასზე. და მათი ყოველი საქმე უსამართლობაა და მათი ძალა მათსავე სიმდიდრეში. და მათი წმენა არის ღმერთების მიმართ, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნეს, ხოლო სულთა უფლის სახელს კი უარყოფენ. და დევნიან მას, სულთა უფალს, მისი შესაკრებლების გამო და მორწმუნეებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სულთა უფლის სახელზე. ხედავ? დევნიანო მათო, ვინც სულთა უფლის სახელს აღიარებს და მათ შესაკრებლებს დევნიან. აი, ღმერთის სახელი ხო არის ადონაი, საბაოთი, ხო? აი, ვინც ამას აღიარებს, იმ ადამიანებს დევნიან. და ამ საკრებულებს უარყოფენ. შესაკრებლების გამო, ხედავ? თავი 47 გავაგრძელოთ. და იმ დღეებში აღევლინება მართალთა ვედრება და მართალთა სისხლი მიწის პირიდან სულთა უფლის წინაშე. იმ დღეებში წმინდანი, რომლებიც სათაშინო მკვიდრობენ, ერთხმად გაერთიანდებიან, ილოცებენ, შეევედრებიან, ადიდებენ, ღმადლობენ და აკურთხებენ სულთა უფლის სახელს მართალთა დაღვრილი სისხლის გამო. რათა მართალთა ვედრება არ იყოს უგულებელყოფილი სულთა უფლის წინაშე და სამართალი აღესრულოს მათთვის და არ მოუწიოთ მათ სამუდამოდ ტანჯვა. იმ დღეებში ვიხილე დღეთა ძველი, რომელიც დაჯდა თავისი დიდების საყდარზე და სიცოცხლის წიგნები გაიხსნა მის წინაშე და მისი მთელი ლაშქარი, რომელიც სათაშინა არს და მის გარშემო დგას, წარსდგა მის წინაშე. და წმინდათა გულები სიხარულით აივსო, რამე თუ მოახლოვდა მართალთა რიცხვი. შესმენელ იქნა მართალთა ვედრება და მართალთა სისხლი მოკითხულ იქნა სულთა უფლის წინაშე. თავი 42. იმ ადგილას ვიხილე სიმართლის წყარო, რომელიც ამოუწურავი იყო და მის გარშემო ბევრი სიბრძნის წყარო დიოდა. და ყოველი მწყურვალი სვავდა მათგან და ივსებოდა სიბრძნი და მათი საცხოვრებელი იყო წმინდანებთან, მართლებთან და რჩეულებთან ერთად. და იმ ჟამს იხსენია ძე კაცისა სულთა უფლის წინაშე და მისი სახელი დღეთა ძველის წინაშე. და ვიდრე მზე და სასწაულებრივი ნიშნები შეიქმნებოდნენ, ვიდრე ცის ვარსკვლავები გაჩნდებოდნენ, მისი სახელი უკვე წოდებული იქნა სულთა უფლის წინაშე. ანუ მზის შექმნამდე იესოს უკვე ეწოდა სულთა უფლის წინაშე კაცის ძის წოდება და არა ეს რაღაცა მარიამის განშობილი განკაცებული ბუნება. არა, მანამდე ქონდა კაცის ძე. არავინ ასულა ზეცად, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელ არ ზეცათა შინაო, ხო ამბობს იესო. კაცის ძის წოდება უკვე ქონდა მზის შექმნამდე, ეს წერია მხოლოდ ენოქის წიგნში. სახარებისთან იესოს სულ ენოქიდან მოყავს ციტატები. თქვენ თუ დააკვირდებით. მის წინაშე ხო ეს გავაგრძელოთ, დაიქნება იგი საყრდენი მართალთათვის და წმინდანთათვის, რათა დაეღრონ მას და არ დაეცნენ. და იგი იქნება სინათლე ხალხთა წარმართათვის და იმედი გულგატეხილთათვის. ხედავ, სინათლედ გაქცევ წარმართა შორისო, ესაიაც ხო ამბობს, აქაც იგივე წერია. იგი იქნება სინათლე წარმართთათვისო და იმედი გულგატეხილთათვის. გულშემოსულთა განსაკუთრებით მოვედი, ხო ამბობს კიდევაც. ესაიაში. მის წინაშე დაემხობიან თაყვანსემე მას მიწის ყოველი მკვიდრი და აქებენ და ადიდებენ და უგალობენ სულთა უფლის სახელს. და ამისთვის იქნა იგი რჩეული, ხედავ, ამისთვის იქნა იგი რჩეული და დაფარული ღმერთის წინაშე, სამყაროს შექმნამდე და უკუნისამდე. იესოზე ასაუბრა. და სულთა უფლის სიბრძნემ განუცხადა იგი წმინდანებს და მართლებს, რამე თუ მან დაიცვა მართალთა ხვედრი, რადგან მათ შეიძულეს და უარყვეს ეს უსამართლო სამყარო და შეიძულეს მისი ყოველი საქმე და გზა სულთა უფლის სახელით. რამე თუ მისი სახელით გადარჩებიან ისინი და იგი იქნება მათი სიცოცხლის მომკითხველი. და იმ დღეებში მიწის მეფეთა და ძლიერთა პირისახე, რომელთაც უპყრიათ ხმელეთი, ჩამოდნება მათი ხელის საქმეთა გამო, რამე თუ მათი გასაჭირის დღეს ვერ იხსნიან ისინი თავიანთ სულებს. და ჩაუყრი მათ ცეცხლში, როგორც თივას ცეცხლში და როგორც ტყვიას წყალში. ასე დაიწვევიან ისინი მართალთა წინაშე და ჩაიძირებიან წმინდათა წინაშე და არ მოიძებნება მათი კვალი. და მათი განსაცდელის დღეს იქნება მოსვენება მიწაზე. მათ წინაშე დაეცემიან ისინი და ვერაღარ აღსდგებიან. და არავინ იქნება, ვინც მათ ხელში აიყვანს და წამოაყენებს, რამე თუ უარყვეს სულთა უფალი და მისი ცხებული მესია. კურთხეული იყოს სულთა უფლის სახელი. ამენ ვე ამენ. აი ხა ამ წიგნს რო წაიკითხავდნენ ღვთლები და იმ დროინდელი ხალხი, ხო, ვის მოეწონებოდა. ამიტომ მოიშორეს ეს წიგნი.
კონსტანტინეც მათ წაიკითხა ეს წიგნი მოაშორა. თორე ჩვეულებრივი კი არა პირველი წიგნი არის სოფლიოში. წარღუნამდელი წიგნი არის ეს. რომელიც მოემკვიდრებაში შეიტანა და გადარჩა. ეს ცნობა სამყაროს შექმნის შესახებ ენოქს უკვე ჰქონდა. ცოდნა სანამ მოსე დაწერდა ხუთ წიგნობას. ეგეც საინტერესო მოსემ დაწერა თუ ვინ დაწერა იქ ხუთ წიგნეული. გავაგრძელოთ თავი 59. ესე იგი სანამ გავაგრძელებთ აქ მნიშვნელოვანი ერთი რაღაცა მოხლი არის. ხო, იაღოვლებთან ჰქონდა საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით ენოქის წიგნით ჩავედი. დაბლა არიან ხოლმე ხა აღარ არიან მარკეტლში. ჩემობაში აღარ ჩერდებიან, აღარ მინახავს кайხანი. რაც ამ თემებზე ვესაუბრე. ენოქის წიგნის შესახებ ველაპარაკე, ესეა მეთქი კაცის ძეზე იესოზე რაღაცები და არა, ego იესო არ არისო კაცის ძეო ზეცაშიო, არ ყოფილაო ზეცაშიო კაცის ძეო. ესო მარიამისგან განკაცებული სხეულის ის იყო რა, როგორც ადამიანს ისე ერქვა კაცის ძეო. კაი მეთქი დაუშვა და კაცის ძე ეს როგორც ადამიანს მარიამისგან შობილი ადამიანურ ბუნებას ერქვა ეს კაცის ძე. მაშინ რატო ეგონათ ის იერემია, ან ელია, ან ერთ-ერთი წინასამეტყველთაგანი თუ კი იცოდნენ რომ კაცის ძე ჩვეულებრივად ადამიანური ბუნება არის. იესოსი ხო მარიამისგან შობილი და მეტი არაფერი. ის არ იყო ღმერთი. ხო და დაიბნა, გაიგე ეს რა უთხარი და მე უთხარი რომ თუ ის არ იქნებოდა ზეცაში, მაშინ მისი ფიზიკურად მოვლენა ის არ იქნებოდა უბრალოდ. როგორც ადამიანი ის ვერ იქნებოდა, ხო უბრალოდ დაიბადა და მორჩა. ან თვითონ იესო მოწმობს რომ ქვეყნის შექმნა არსებობდა მამასთან. და თუ არსებობდა, ის ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იარსებებდა თავისი სიტყვებიდან გამომდინარე, რომელიც იძახის. არავინ ასულა ზეცად, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცათაშინა. კი ბატონო, მაგაში მომყვებოდნენ, მეთანხმებოდნენ, მაგრამ ვინ ავიდაო, ზეცაში ხო არავინ ასულაო და ენოქი როგორ ავიდაო? აი ეს არის პრობლემა ზუსტად, თვითონ წინააღმდეგობას ხედავთ. თორე თვითონ იესო მოწმობს სახარებიდან, ანუ სახარებისეული იესო სიტყვები მოწმობს ენოქის წიგნს. რომ კაცის ძე ქვეყნის შექმნამდე, მზის შექმნამდე უკვე ეწოდა მამასთან, ხო სულთაუფლის წინაშე უკვე წოდებული იქნა ამ სახელით. და ის რომ არავინ ასულა გარდა კაცის ძისაო, რა თქმა უნდა, იმ სიმაღლეზე აცილუთის სამყარო რომელიც არის, ხო, იმ სიმაღლეზე არავინ არ იყო ასული. დაჟე არც ენოქი და არც ელი არ არიან იმ სიმაღლეზე, რომელ სიმაღლეზეც მხოლოდ კაცის ძე შეეძლო მიახლოება სულთაუფლის წინაშე. სხვას არავის არ შეეძლო. სხვა ვერავინ ვერც ერთი მოკვდავი ვერ უყურებს სახეშიო და იფერფლებიან ანგელოზებიც კი მის წინაშეო. აი ენოქს საში კარგად აქვს აღწერილი მომდევნო თავებში რომ გავაგრძელოთ. ნუ მოკლედ გავაგრძელოთ, ხო? ბევრი აღარ ვილაპარაკო, სახარების სიტყვები ნამდვილად არის წინააღმდეგება იმას, რომ არავინ ასულა ზეცად გასაგებია, არავინ ასულა ის იმ ადგილას, სადაც იყო იესო თავდაპირველად. კაცის ძის პოსტი, სადაც იყო სულთაუფლის წინაშე, მხოლოდ მას შეეძლო. არავინ იცის მამა გარდა ძისა და არავინ იცის ძე გარდა მამისა. ეს ურთიერთობა არის ბრწყინვალე, რასაც თვითონ იესო ამბობს, რომ არავის არ შეუძლია იმ სიმაღლეზე ასვლა ზეცაში, რა სიმაღლეზეც ადის იესო. არც ერთ მოკვდავს არ შეეძლო იქ მიახლოებაო ენოქი ამბობს. გარდა კაცის ძის. დაჟე ანგელოსებსაც არ შეეძლოთ. ამიტომ ამ კუთხით იესოს სიტყვები მართლდება. და არა ის რომ არავინ ასულა ზეცად. როგორ არ ასულა ესაია პირდაპირ ავიდა და ნახა უფლის დიდება ცაბაოთი ისო, ხო, წმინდა არც უფალი ცაბაოთიო. როგორ არ ნახა. ჩემმა თვალე მაიხილეს ცაბაოთი უფალი, ასევე იობით წერს. ყურით სმენიაო გაკვრითო შენზეო, მაგრამ ახლა ჩემი თვალებით იხილესო ცაბაოთი უფალი. ჩემი თვალებით იხილესო. მიხილეს ღმერთიო. გავაგრძელოთ, ესე იგი ჩვენ ვართ ახლა 59 თავზე. რამე თუ სიბრძნე გადმოიღვარა წყალივით და დიდება მის წინაშე არ შეწყდება უკუნით იგუნისამდე. რამე თუ იგია ძლიერი სიმართლის ყოველ საიდუმლოში, ხოლო უსამართლობა გაქრება აჩრდილივი და არ ექნება მას ფეხის დასადგმელი. რამე თუ რჩეული წარდგა სულთაუფლის წინაშე და მის დიდება საუკუნე და მისი ძლიერება თაობიდან თაობამდეა. ლედორვადო თაობიდან თაობამდეა ასე ბრალად. შეგახსენეთ მეგობრებო, ეს არის უბრალოდ გეტყვით რომ ეს ტექსტი არის თარგმნილი ებრაულიდან, ებრაულ არამეული ტექსტი, რომელიც კუმრანის ტექსტებში იპოვეს 24 გაგენილი და აღადგინეს ებრაელებმა და გამოსცეს, არის საიძე, სეფერ ხენოხიფია, აბრაჰამ ხაქანმა, რაბინმა გამოსცა, არის უნიკალური შედევრი.
და მაშინ მკვიდრობს სიბრძნის სული და გონიერების სული, ცოდნისა და ძლიერების სული და მათთა სული, ვინც სიმართლით დაიძინა. და იგი განიკითხავს დაფარულ საქმეებს და ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძდებს მის წინაშე ცრუ სიტყვის თქმას, რამე თუ იგი არ რჩეული სულთა უფლის ნებით. ანუ იესოზია საუბარი, ხო, ვერავინ ვერ შეძდებს მის მოტყუებას გულშიც კი აი არ შეუძლია რა, ის გულთამხილავია, რომ ვერ მოატყუებ იესოს. მან უკვე იცის შენი ყველაფერი. აი სახარებაში ხო ბევრჯერ არის გამოცდა რომ უნდა იესოსი და ჩამქრი კითხვებს რო უსმენდნენ, ხო? მივცეთ კეისარს ხალხი თუ არ მივცეთო. და რომ მაჩვენეთო ვისიაო ეს და წარწერაო. ორი მეტალი ხო და კეისრისაო და მიეცით კეისარს კეისრისა, ღმერთს ღვთისა და მომეცით მე ჩემიო. ეს თომას სახარებაში არის და აქედან აქვთ აღებული მართლმადიდებლებს 4 თავში. იქამდე ეგეთი ტექსტი არ არსებობდა. შემდგომში იქნა გადაწერილი ნიკეის კრებაზე და ეს 4 თავი შეაწებეს ერთმანეთს. ბევრი რაღაცები ჩამატეს. ეს ემჩნევა კიდევაც ვატიკანის კოდექსს შეადარებთ ტექსტებს. მაგალითად, მათეს სახარებაში ეს მოდგომ მხოლოდ მარხვით და ლოცვით განიდევნებაო არ წერია. ჩაამატეს ამათმა. რომ გაეправებინა თვითონ მარხვა საჭმისგან თავშეკავება არის და რაღაცის არჭამა არის. მარხვა ეგ არ არის. თავს ნუიტყუებთ. იესომ თქვა, რომელ ქალაქშიც და სოფელშიც დანდაბაში მიგიყვანონ, შედით იმ სახლში, რასაც დაგიდებენ წინ ჭამეთ. ხედავთ, მას არ უთქვია იქ მარხვაა და ის არ მეჭმევა, არა. ფარისეველიც მარხულობდა, მაგრამ უმარხულინი, რომელიც მარხვას არ იცოდა, ის მეზორე გამართლდა. მარხვაზე არ არის დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება. მოციქულები მარხულობდნენ, მაგრამ მეშმაკები ვერ განდევნეს, იმიტომ რომ წმენა არ ქონდათ. მე რა რომ მარხვაზე ხარ ანალოცლობ. მეშმაკებს ვერ დევ. რატო არ გამორჩილებიან? იმიტომ რომ ცირედ მორწმუნეები ხართ. მარხვა და ლოცვა იგი მას ანიშნავს, რომ განიდენება ეს საერთოდ ეწინააღმდეგება სახარება საერთოდ არ უნდა ეწეროს ეგ მათეს სახარებაში. ვარც წერია ფაქტიურად ვატიკანის კოდექსში, ჩამატებული არის. კარგად იცით რისთვის, რომ გაეправებინა თავიანთი მარხვა და ლოცვა. არაფრის მომცემი არ არის ეგ მარხვა და ლოცვა და სხვათა შორის მოციქულებს ლოცვა არ ქონდათ. გარდა ერთი ლოცვისა, რომელიც შემდეგ უკვე იესოს მოსთხოვეს და იესო მასწავლა. ამავე ჩვენს სხვა ლოცვა მოციქულებს არ ქონდათ. ჩანს კიდევაც ხო გვასწავლეთ ჩვენ ლოცვა. რა ლოცვა უნდა ესწავლებინა თუ ლოცვა ისედაც ქონდათ. ხა მოციქულები რო წმინდა უღმერთოსა და ბასილიდის ლოცვებს არ კითხულობდნენ, ფაქტის სახელზე არის ხო? იმ დროს ეგეთი ლოცვები არ არსებობდა. მე შემდეგ დაწერეს ამ კუდიანებმა. თავი 50-ე. და იმ დღეებში მოხდება ცვლილება წმინდანთა და რჩეულთათვის. დღის სინათლე დაემკვიდრება მათზე და დიდება და პატივი მიუბრუნდება წმინდანებს. გასაჭირის დღეს ბოროტება დაგროვდება ცოდვილებზე, ხოლო მართანი გაიმარჯვებს სულთა უფლის სახელით. და იგი აჩვენებს ამას სხვებს ცოდვილებს, რათა მოინანიონ და მიატოვონ თავიანთი ხელით ნაჟმომუშევარი. და არ ექნებათ მათ დიდება სულთა უფლის სახელით, თუმცა მისი სახელითვე გადარჩებიან და სულთა უფალი შეიწყალოს მათ, რამე თუ დიდია მისი მოწყალება. და მართალია იგი თავის სამსჯაროში და მის დიდებულებას და სამსჯაროში უსამართლობა ვერ დადგება. ვინც არ მოინანიებს, წარწყდება მის წინაშე. ხედავ, ცოდვილები ვართ, ვაგიტეხიათ კაცო. არ უნდა იყოს ცოდვილი, არა, მართალი უნდა იყოს. არ უნდა ავიდეს ზეცას საჩივარი შენზე, ისე უნდა იცხოვრო პატიოსნად. ცოდვილი ვარო რა, მე რომ გიხარია რომ ცოდვილი ხარ, კაცო, უნდა ცხვენოდეს და გამომასწორო ის ჩადენილი. და თუ არ მოინანიებ, ვაგერ გეუბნება ენუქი. წარწყდება მის წინაშეო ეს ცოდვილიო. არანაირი გადარჩენა და შენანება და შენდობა აღარ იქნება ცოდვილების. და ესენი მაინც გაიძახიან, ჩვენ წმინდანი ანგელი წმინდანები არა ვართ, ჩვენ ცოდვილები ვართ. სამი კატეგორიის ადამიანი არსებობს ენოქის წიგნის მიხედვით დედამიწაზე. წმინდანები, ცოცხალი წმინდანები, მართლები, მართალი ადამიანები, ანუ პატიოსანი, მისი საჩივარი, ვიზე საჩივარი არ დაწერილი. კაც არავინ ნაწყენი არ აყავს, კაც გადამტერებული. და მესამე არიან რჩეულები. ეს უკვე ის კატეგორია, რომელსაც ფარულად თავარანგელოზი მიქაელი. ღვთის რჩეულები, ვინც ღმერთის სიტყვას, აი როგორც ელია და ისინი იყვნენ, ხო, თითოეულ ადამიანები, ასე აუცელებენ. სიმართლის მსახურები, ანუ რჩეულები. მხოლოდ მათ მიეცათ საუბრისა და მხილების უფლება. სრულთა უფლისაგან. დამიერიდან არ შევიწყალებ მათ ამბობს სულთა უფალი, ესე იგი ცოდვილებს არ შეიწყალებს. რადგანაც მათ არ სურდათ გამოსწორება საკუთარი თავის საქციელების. ანუ საკუთარ თავთან ანგარიშწორება არ სურდათ. შებოდნენ ცოდვაში. თავი 51. და იმ დღეებში მიწას დააბრუნებს მისთვის მიბარებულს და შავეთიც, ანუ შეეული, ქვესკნელიც
დააბრუნებს იმას, რაც მიიღო და წარსაწყმედილიც, ანუ აბადონი. ხედავ, ჯოჯოხეთი არ წერია. შავეთი, ანუ ქვეშ, დედამიწის ქვეშ არის შეეული, ანუ უფსკული, ქვესკნელთა ქვეყანისა თქვია. ვეთახთიოთ ჰარეთს ებრაულად, ქვესკნელს შთახტენიგნი ქვესკნელთა ქვეყანისა და ეს არის შეეული ებრაულად და არის მეორე კიდე. წარსაწყმედელი აბადონი. აი იქ გამოცხადებაში ხო არის რომ აბადონი სახელი ხო მოხსენებული. მათ თავარს უფსკულის ანგელოზს ერქვა აბადონს ეძახდნენ. აი ეგ არის კიდე წარსაწყმედელი. ხედავთ, შეეული მთელი ამბები არის, რა მარტო ჯოჯოხეთი კი არ არის. დააბრუნებს თავის ვალს, ანუ წარსაწყმედელი აბადონის დააბრუნებს თავის ვალს, რაც აიღო მიწისგან. და გამოარჩევს იგი მართათა და წმინდათა მათ შორის, რამე თუ მოახლოვდა დღე, როდესაც უნდა გადარჩნენ ისინი. და რჩეული დაждდება იმ დღეებში ჩემს საყდარზე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოხლია მეგობრებო. ყველა თარგმანში მართლმადიდებლობაში რაც ნახე, კოპტურშიც, ინგლისურშიც, იქ ყველგან აქ დამახინჯებული ეს თარგმანი. იქ წერია რომ დარჩეული დაждდება თავის ტახტზე. არა. ამას არ ამბობს, აქ ლაპარაკობს ღმერთი. და რჩეული დაждდება იმ დღეებში ჩემს საყდარზეო. იესოზე ამბობს მამა ღმერთი. და მისი პირიდან აღმოცენდება სიმისა და ზრახვის ყოველი საიდუმლო, რამე თუ სულთა უფალმა მისცა მას ესენი და განადიდა იგი. და იმ დღეებში მთები იცეკვებენ ვერძებივით და გორაკები, რძით მაძღარი კრავებივით. და იხარებენ და ყველანი ცაშანგელოზებივით იქნებიან. ეს პარალელი გავავლოთ ფსალმუნების პარალელი 114 ფსალმუნის მე-4 მოხში არის. მთები აცეკვდებიან ერკემელებივით. ჩემს საყდარზე დაждდება სეფირული კოორდინატები. კაბალაში საყდარი ტახტი ებრაულად კისი არის სამყაროთა იერარქიაში ბრიას სიმბოლო, რომელიც პირდაპირ ბინადან, უზენაესი დედიდან მოდის. სულთა უფალი ამ კონტექსტში არის ათიკა კადიშა, წმინდა უხუცესი კეტერი, ან აბა და იმა ხოხმა ბინა, რომლებიც თავიანთ საყდარ სამყაროს მართვის სადავებს გადასცემენ ძეს. როდესაც ზეინ ანპინი ადის ხოხმას დონეზე, ის იკავებს იმ ტახტს, ის ხდება სამყაროს აქტიური მმართველი, რადგან მასში უკვე სრულად ანათებს მამის ხოხმა, უზენაესი სინათლე და დიდი ნუნი, როგორც ამას ასვლის დასტური, როგორც ამასვლის დასტური. თქვენ მიერ პრეპოზიტში შემჩნეული დიდი ნუნი, ზუსტად ამ ყარას იმ ფორმულას 50 ხო ეს მოკლედ დიდი ნუნი არის აქ. ებრაულ ტექსტში არის იმის სკოლიუმა გაკეთებული. გავაგრძელოთ ხო? და მათი პირის სახე სიხარულით განათდება. რამე თუ იმ დღეებში აღსდგება რჩეული და გაიხარებს მიწა და მართალი დამკვიდრებიან მას და რჩეულნი უნია მას. ანუ ადამიანთა წმინდანი და მართალი და რჩეულების სახეები განათდება რჩეულის წინაშე, ანუ იესოს წინაშე. თავი 52. და იმ დღეთა შემდგომ იმ ადგილას, სადაც ვიხილე ყოველი დაფარული ხილვა, რამე თუ ქარიშხალ მამიტაც და წამიყვანა დასავლეთის მხარეს. იქ იხილეს ჩემმა თვალებმა ცის ყოველი საიდუმლო, რკინის მთა, სპილენძის მთა, ვერცხლის მთა, ოქროს მთა, გამოწმენდილი, ანუ გამდნარი, უბრალოდ გამოწმენდილი კი არა. როგორ არის? გაბრძმედილი. გაბრძმედილი, ანუ ცეცხლში რომ გაიბრძნობა. გაბრძმედილი, გამდნარი ლითონის მთა და ტყვის მთა. და ვკითხე ანგელოზს, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა და ვუთხარი, რა არის ეს ყოველივე და რაც დაფარულში ვიხილე? და მითხრა მე ეს ყოველივე რაც იხილე, მოემსახურება მისი ცხებულის ხელმწიფებას, რათა იგი იყოს ბრძანებელი და ძლიერი მიწაზე. და მიპასუხა მშვიდობის ანგელოზმა და მითხრა, მოიცადე მცირედ და განგეცხადება შენ ყოველი დაფარული საიდუმლო, რომელიც გარემო იცავს სულთა უფალს. და ეს მთები, რომლებიც იხილე შენმა თვალებმა, რკინის მთა, სპილენძის მთა, ვერცხლის მთა, ოქროს მთა, გაბრძმედილი ლითონის მთა, და ტყვის მთა, ყოველივე ეს იქნება რჩეულის წინაშე. როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე და როგორც წყალი, რომელიც გადმოედინება ამ მთებიდან, მაღლიდან და უძლოვნი იქნებიან ისინი მის ფეხთა წინაშე. და იქნება იმ დღეებში ვერც ოქროთი გადარჩებიან და ვერც ვერცხლი და ვერც გაქცევა შეძლებენ. და არ იქნება რკინა ომისათვის და არც კაცი შეიმოსება აბჯრით. სპილენძი არ გამოდგება და არ ჩაითვლება და არც ტყვია იქნება სასურველი.
და ყოველივე ეს აღიგვება და გაქრება მიწის პირიდან, როდესაც გამოჩნდება ჩვეული სულთა უფლის წინაშე. ანუ ყველგან რკინას, ტყვიას და ავტომატებს და რაღაცა არტილერიას ძალა დაეკარგება, ყველაფერი დადენება სულივით. მის წინაშე. ძალაუფლება მიეცება იესოს. თავი 53. იქ იხილეს ჩემმა თვალებმა ფართო და ღრმა ხეობა და მისი პირი იყო ღრმა და ყოველი მიწის მკვიდრი და ზღვის მკვიდრნი და ზღვის კუნძულების მკვიდრნი მოუტანენ მას წვენს, საჩუქრებსა და შესაწირავს, მაგრამ ის ხეობა არ აივსება. და მათმა ხელებმა ქნეს ურჯულოება და ცოდვინი თავად შეჭამენ ყველაფერს და რაც მათმა ურჯულოებამ შოა და წახდებიან ცოდვინის სულთა უფლის პირისაგან და განიდევნებიან მისი მიწის ზურგიდან და წარწყდებიან უკუნითი უკუნისამდე. რამე თუ ვიხილე ყოველი ანგელოზის სასჯელისა, რომლებიც მკვიდრობენ, იქ დაამზადებენ სატანის ყოველი იარაღს. და უკითხე მშვიდობის ანგელოზს, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა, ვისთვის ამზადებენ ისინი ამ იარაღს და მითხრა მან მე. ამას ამზადებენ ამ მიწის მეფეებისა და ძლიერებისათვის, რათა ამით წარწყდნენ ისინი. და ამის შემდგომ გამოჩნდება მართათა და ჩვეულთა სახლი და აღარ შეფერხდებიან ისინი სულთა უფლის სახელით. და ეს მთები არ იქნება მის წინაშე როგორც მიწა და ბორცვები იქნებიან როგორც წყლის წყაროები. და მართანი დაისვენებენ ცოდვილთა ჩაგვრისაგან. თავი 54. და მივაპყარი თვალი და მიუბრუნდი მიწის სხვა ნაწილისკენ და ვიხილე იქ ღრმა ხეობა ალმოდებული ცეცხლით. და მოიყვანეს მეფეინი და ძლიერნი და ჩაყარეს ისინი იმ ღრმა ხეობაში. და იქ იხილეს ჩემმა თვალებმა მათი იარაღის, რკინის ჯაჭვების დამზადება, რომელთაც არ ჰქონდათ წონა. და ვკითხე მშვიდობის ანგელოზს, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა და ვუთხარი, ვისთვის მზადდება ეს ჯაჭვები? და მითხრა მან, ეს მზადდება აზაზელის მხედრობისათვის, რათა შეიპყრონ ისინი და ჩაყარონ ყოვლის მომცველი სასჯელის უბსკულში. და დაუფარონ ყბები ბასრი ქვებით, როგორც ბრძანა სულთა უფალმა. და მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ფანუელი შეიპყრობენ მათი დიდ დღეს და ჩაყრიან მათი დღეს ცეცხლოვან ღუმელში, რათა იძიოს შური მათზე სულთა უფალმა მათი ურჯულოების გამო, რამე თუ დაიმორჩიდნენ სატანას და აცდუნეს დედამიწის მკვიდრნი. და იმ დღეებში მოვა სასჯელი სულთა უფლისგან და განიხსნება წყლის ყოველი საცავი, რომელიც არის ზეცაში მაღლა და წყაროები, რომლებიც არიან მიწის ქვეშ. და შეერთება ყოველი წყალი, რომელიც არის ზეცაში მაღლა, იგი არის მამრობით, ხოლო წყალი, რომელიც არის მიწის ქვეშ, ის არის მდედრობითი. და აღიგვება ყოველი დედამიწის ზურგზე მკვიდრი და ისინიც, ვინც მკვიდრობენ ცის კიდეების ქვეშ. და ამით შეიცნობენ თავიანთ ურჯულოებას, რომელიც ჩაიდინეს დედამიწაზე და ამის გამო წარწყდებიან ისინი. თავი 55. და ამის შემდგომ მოინანია დღეთა დასაბამმა, დღეთა ძველმა და თქვა, ამაოდ წარწყნიდა ყოველი დედამიწის მკვიდრი. და დაიფიცა თავისი დიდი სახელით, აღარ ვიზამ ამას დედამიწის მკვიდრთა მიმართ და დავდებ ნიშანს ცაში. და იქნება იგი აღთქმად, ჩემსა და მათ შორის უკუნისამდე ვიდრე დგას ცა დედამიწაზე. ვიდრე დგას ცა დედამიწაზე. ესე იგი ცა კოსმოსში კი დედამიწაზე. დგას უთა. და ესაა ჩემი ბრძანებით, როდესაც მსურს შეპყრობა ანგელოზთა სასჯელის, ანგელოზთა ხელით გასაჭირისა და მატანჯვის დღეს, ასე აღოსრულებ ჩემს რისხვსა და ჩემს სასჯელს მათზე, ამბობს ღმერთი სულთა უფალი. თქვენ ძლიერო მეფენო, რომელიც მკვიდრობ დედამიწაზე, იხილავთ ჩემს რჩეულს, როდესაც იგი დაჯდება თავისი დიდების ტახტზე და განჯის აზაზელს, მის ყოველ საკრებულოს და მის ყოველ მხედრობას სულთა უფლის სახელით. თავი 56. და ვიხილე იქ სასჯელის ანგელოზთა მხედრობა, რომელთაც ხელთ ეპყრათ მათრახები და რკინისა და ბრინჯაოს ჯაჭვები. და ვკითხე მშვიდობის ანგელოზს, რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა და ვუთხარი, ვისკენ მიდიან ესენი, რომელთაც ხელთ უპყრიათ მათრახები. და მითხრა მან მე, მათკენ ვინც აირჩიეს თავიანთ საყვარლებთან და მათ შვილებთან, რათა ჩაყარონ ისინი ხეობის უბსკრულში. და როდესაც აივსება ის ხეობა მათი რჩეულებით და საყვარლებით, ასრულდება მათი სიცხლის დღეები და მათი შესტენის დღეები აღარ ირიცხება. იმ დღეებში ანგელოზები კვლავ შეიკრიბებიან და მიმართავენ თავიანთ პირს აღმოსავლეთისკენ, პართელების და მიდიელებისკენ, რათა აღძრან მეფეინ და მოუქვარონ მათ შფოთვის სული და გაანდევნონ ისინი თავიანთი ტახტებიდან და გამოვიდნენ როგორც ლომები თავიანთი ბუნაგიდან და როგორც მშიერი მგლები ფარაში.
და ავლენ და გათელავენ თავიანთი რჩეულების მიწას და მათი რჩეულების მიწა იქნება მათ წინაშე სათელბად და გზატკეცილად. მაგრამ ჩემს მართალთა ქალაქი იქნება დაბრკოლებად მათი ცხენებისათვის და ისინი აღძრავენ ომს ერთმანეთს შორის და მათი მარჯვენა გამტკიცდება საკუთარი თავის წინააღმდეგ და კაცი ვერ იცნობს თავის ძმას და ვერც ვაჟი თავის მამასა და დედას, ვიდრე არ იქნება მათი გვამების რიცხვი უთვალავი და მათი სასჯელი არ იქნება ამაო. იმ დღეებში ჯოჯოხეთი შეეული განაღებს თავის პირით და ისინი ჩაიძირებიან მასში და მათი წარწმენა იქნება ჯოჯოხეთში და შეულის თანთქავს ცოდვილებს რჩეულთა თვალწინ. თავი 57. და იყო ამის შემდგომ და კვლავ ვიხილე ეტლების ხედრობა, რომელთაც გადაჰყავდათ ადამიანები და ისინი მოდიოდნენ ქარებზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და სამხრეთიდან და მათი ეტლების ხმა ისმოდა და როდესაც ეს ხმაური გაისმა, წმინდანებმა ზეცაში შენიშნეს ეს და შეიძინეს დედამიწის საფუძვლები და ხმა ისმოდა ციდან კიდიდან ცის კიდემდე ერთ დღეს. ბეიომ ერთ დღეს. და დაემხობა ყოველი და თაყვანს სულთა უფალს და ეს არის მეორე იგავის დასასრული. თავი 58. და დავიწყე მესამე იგავის წარმოთქმა მართალთა და რჩეულთა შესახებ. ნეტარ ხარ თქვენ მართალ უნდა რჩეულნი, რამეთუ დიდებულია თქვენი ხვედრი და იქნებიან მართალი მზის სინათლეში და რჩეულნი საუკუნო სიცოცხლის სინათლეში და მათი სიცოცხლის დღეები დასასრული არ ექნება და იქნებიან წმინდანი ცის ნათებაში და თხენი მათნი ურიცხვი და ეძიებენ ნათელს და ხოვებენ სიმართლეს სულთა უფალთან და მშვიდობა იქნება მართალთათვის საუკუნო უფლის სახელით. და ამის შემდგომად ეტყვიან წმინდანთ, რათა ეძიონ ცაში სიმართლის საიდუმლოინი, რამეთუ ვითარცა მზე ამოვიდა დედამიწაზე, ისე სიბნელე განეშორა. და იქნება ნათელი, რომელსაც დასასრული არ უწერია და დღეთა რიცხვი არ მოვა. რამეთუ პირველადვე სიბნელე განადგურდება და ნათელი გამტკიცდება სულთა უფლის წინაშე და მართალთა ნათელი გამტკიცდება საუკუნო სულთა უფლის წინაშე. თავი 59. ელვისა და ქუხილის საიდუმლოებანი. და იმ დღეებში იყიდეს ჩემმა თვალემა ელვისა და მნათობთა საიდუმლოებანი და მათი სამართალი, კანონზომიერებანი. და ისინი ანათებენ კურთხევისთვის და მწყევრისთვის, როგორც ინებებს სულთა უფალი. და ვიხილე ქუხილის საიდუმლოების ზეცაში, თუ როგორ გაისმის მისი ხმა მაღლიდან და მიჩვენა მან დედამიწის მკვიდრნი, მშვიდობისთვისაა მათი ხმა თუ კურთხევისთვის ან მწყევრისთვის სულთა უფლის სიტყვისამებრ. და ამის შემდგომად ვიხილე მნათობთა და ელვათა ყველა საიდუმლო, რომ ისინი ანათებენ კურთხევა და მაცხოვრებად. თავი 60. ზეციური ხილვა და ურჩხულები. ბეხემოთი და ლევიათანი. 500 წელს მე-7 თვეს თვის მე-14 დღეს ენოქის ცხოვრებაში იმიგავში ვიხილე თუ როგორ შეიძლება ცათაცაძლიერი რყევი და უზენაესის მხედრობა 1000-ნი 1000-თა და ბევრნი ბევრთა შეძრწუნდნენ დიდი შედრწუნებით. და ცათა მწვერვალი შეიძრა და დაჯდა დიდების საყდარზე უფალი და წმინდანი და მართალნი იდგნენ მის წინაშე. და ამიტანა დიდმა და რწოლამ და კანკალმა და წელში მოუწყდი და თირკმელნი ჩემნი დადდნენ და დავეცი პირსა ჩემსა ზედა. და მოავლინა უფალმა სხვა ანგელოზი წმინდათაგან მიქაელი და მან აღმადგინა მე და როცა აღმადგინა სული ჩემი ჩემში დაბრუნდა, რამეთუ ვერ შევძელი დამეტია მხედრობის ეს ხილვა და ცის წოლა და რყევა. აი პავლე მოციქული რო დაეცა დაახლოებით ეგეთი ვარიანტი არის. წამოდგომაც ვერ შეცადა და სულმა დამიტევაო რა. და მითხრა მიქაელმა, რამ შეგაწწუნა ამ ხილვით? დღევანდელ დღემდე იყო დღე მისი წყალობის და იგი მოწყალია და სუგძელი დედამიწის მკვიდრთა მიმართ. და როდესაც მოვა დღე და ძალა და ტანჯვა და სასჯელი, რომელიც განამზადა სულთა უფალმა მათთვის, ვინც ქეთს არ იხდის მძავრის წინაშე, სიმართლის მჟავრის წინაშე. და მათთვის, ვინც უარყოფს სიმართლის მჟავს და მათთვის, ვინც მის სახელს ამაოდ წარმოთქვამს. და გამზადებულია ის დღე რჩეულთათვის აღთქმად, ხოლო ცოდვილთათვის სასჯელად. და იმ დღეს განიყოფა ორი ურჩხული, დედალი ურჩხული, რომლის სახელია ლევიათანი, რათა დაემკვიდროს ზღვის სუბსკულებში წყაროთა ზემოთ, ხოლო მამალი სახელი მისი არის ბეხემოთი, რომელიც კერდით იკავებს უდაბნოს, უსაზღვროს, სახელით დუნდაიენი, რომელიც არის აღმოსავლეთით იმ ბაღისა, სადაც კვიდრობენ რჩეულნი და მართალნი.
სადაც წახვალილი იქნა ჩემი მამის პაპა მეშვიდე ადამიანისგან პირველი ადამიანისა ადამ ხაშიროთი რომელიც შექმნა სულთა უფალმა და ვთხოვე სხვა ანგელოზს რათა ეჩვენებინა ჩემთვის იმ ურჩხულთა ძალა თუ როგორ განცალკევდნენ ისინი ერთ დღეს და ჩაყრილ იქნენ ერთი ზღვის უფსკრულში წყალთა სიღრმეში ხოლო მეორე უდაბნოს მშრალ მიწაზე და მითხრა მან მე შენ კაცის ძეო ეძიებ აქ იმის ცოდნას რაც დაფარულია და ანგელოზმა რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა და მიჩვენებდა დაფარულს მამცნო მე პირველიდან უკანასკნელამდე ზეცაში მაღლა და მიწის სიღრმეში და ცის კიდეებზე და ცის საძირკვლებში ან უდაბნოში ქვიშაში ჩაყარაო ხალხიო ნახე უჩხულებიო ვა ერთი ზღვის უფსკვლელში ჩაყარა და მეორეო კიდე უდაბნოს მშრალ მიწაზეო დუნდაენი სადაც ქვიაო ანუ მიწის ქვეშ ჩვეულებრივად ურჩხულები რაღაც ისინი არის ფილმი მაქვს ნანახი კიდე მიწის ქვეშ რო ჩავარდებიან და იქ რაღაცა ურჩხულები არის და გამოკვეთილი კლეებისგან რაღაცა საძირკვლები არის და ქვევით მიწას ქვევით საძირკვლები აქვს ხედავ სასწაული რაღაცებია და ქარების საცავები და როგორ ნაწილდებიან ქარები და როგორ იწონებიან და როგორ ითვლებიან ქარების სულები ყოველივე ამის მიხედვით და მთვარის ნათება მისი ძალისხმევით და ვარსკვლავთა განაწილება მათი სახელების მიხედვით და ყოველი განაწილება რომელიც ნაწილდება და ქუხილნი მათი დაცემის ადგილების მიხედვით და ელვანი მათი ნათების სისწრაფისამებრ რამე თუ ქუხილს აქვს განისვენებელი განსასვენებელი ადგილები რათა ელოდოს თავის ხმას და ქუხილი და ელვა არ განცალკევდებიან და ორივენი ერთად დადიან ქარი და არ იყოფიან რამე თუ როდესაც ელვა ანათებს ქუხილი გამოსცემს თავის ხმას და ქარი თავის დროზე განასვენებს მათ და თანაბრად ყოფს მათ შორის რამე თუ მათი ხმის საცავი არის როგორც ქვიშა და თითოეული მათგანი ლაგამით იკავებს თავს და ბრუნდება თავისი ძალისხმევით და მიდევნილია მიწის მრავალ საზღვარზე ხოლო ზღვის ქარი არის მძლავრი როგორც კაცი თავისი ძალით და უყვაგდებს მას ლაგამით და ასევე იდევნება იგი და იფანტება დედამიწის ყოველ მთაზე ხოლო ყინვის ქარი არის ანგელოზი კეთილი და თოვლის ქარი თავისი ძალის გამო თავის საცავშია მას აქვს განსაკუთრებული სული და მისგან ასული კვამლივითაა მისი სახელი ხოლო ნისლის ქარი არ მკვიდრობს მათთან ერთად მათ საცავებში არამედ მას აქვს განსაკუთრებული საცავი რამე თუ მისი სვლა დიდებულია როგორც ნათელი ისე სიბნელეში ზამთარსა და ზაფხულში და მისი საცავი არის ანგელოზი ხოლო ცვლის ქარს აქვს სავანე ცის კიდეებზე და იგი დაკავშირებულია წვიმის საცავებთან და მისი სვლა არის ზამთარსა და ზაფხულში და მისი ღრუბლები და ნისლის ღრუბლები ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთი მეორეს აძლევს წყალს და როდესაც წვიმის ქარი გამოდის თავისი საცავიდან მოდიან ანგელოზები და აღებენ საცავს და გამოყავთ იგი და როდესაც იგი იღვრება მთელს მიწაზე უკავშირდება მიწის ყოველ წყალს რამე თუ წყალნი არიან მათთვის ვინც მკვიდრობს დედამიწაზე რადგან ისინი არიან საზრდო მიწისა უზენაესისგან რომელიც არის ზეცაში ამის გამო აქვს წვიმას თავისი საწყაო და ანგელოზები იბარებენ მას ყოველივე ვიხილე მე მართალთა სავანემდე და მშვიდობის ანგელოზმა რომელიც ჩემთან იყო მითხრა მე ეს ორი ურჩხული რომლებიც გამზადებულნი არიან ღვთის დიდებულებით რათა დააპრუნ ტექსტი წყდება ორიგინალში შემდეგ გრძელდება როდესაც მოვა მათზე სასჯელი სულთა უფლისა მაშინ დაწნარდება ყოველივე რათა სულთა უფლის სასჯელი ტყუილუბრალოდ არ აღესრულოს და მოკლავს იგი ბავშვებს მათ დედებთან ერთად და შვილებს თავიანთ მამებთან ერთად და ამის შემდგომ აღესრულება სასჯელი მისი წყალობის და სუგრძელობისამებრ თავის 61 დავიხილე იმ დღეებში და აჰა მიეცათ იმ ანგელოზებს გრძელი თოკები და შეისხეს ფრთები და აფრინდნენ და წავიდნენ ჩრდილოეთის მხარეს და ვკითხე ანგელოზს და ვუთხარი მას რატომ აიღეს მათ ეს თოკები და წავიდნენ და მითხრა მან მე წავიდნენ გასაზომად და მითხრა ანგელოზმა რომელიც ჩემთან ერთად დადიოდა ესენი არიან მართალთა საზომები და მოიტანენ მართალთა თოკებს მართალთათვის რათა დაემკვიდრონ სულთა უფლის სახელით უკუნისად და დამკვიდრდებიან ჩვეულებთან ერთად და ეს საზომები მიეცემენ რწმენას და განამტკიცებს სიმართლეს და ეს საზომები გამოაცხადეს მიწის ყოველ საიდუმლოს და წარწმენდელნი უდაბნოში და ისინიც ვინც შეჭამეს ხეცებმა და ისინიც ვინც ჩანდგეს ზღვის თევზებმა დაბრუნდებიან და დაემკვიდრებიან ჩვეულის დღეს რამე თუ არავინ წარწმდება სულთა უფლის წინაშე და არავინ შეძლებს წარწმენდას ანუ ის ვინც
უდაბნოში დაიხოცა, თევზებმა შეჭამეს, ცხოველებმა შეჭამეს, ყველაფერს დააბრუნებსო უკანო ეს ღმერთი რჩეულის წინაშე, იესოს წინაშე. და ყოველი ვინც მკვიდრობს ზეცაში, მაღლა მიიღო ბრძანება და ერთი ძალა და ერთი სინათლე, რომელიც გავს ცეცხლს. და პირველ სიტყვაშივე აკურთხებდნენ და აქებდნენ და განადიდებდნენ სიბრძნით და იყვნენ ბრძენი სიტყვითა და სიცოცხლის სულით. და სულ თაუფალმა დასვა რჩეული თავისი დიდების ტახტზე. ხედავ, აქაც იგივე მეორდება. სულ თაუფალმა დასვა თავისი რჩეულში იესო ქრისტე. თავისი დიდების ტახტზე. და განჯის იგი წმინდათა ყოველ საქმე ზეცაში მაღლა და სასწორზე აიწონება მათი საქმე. და როდესაც აღმართავს თავის პირის სახეს, რათა განსაჯოს მათი ფარული გზები, სულ თაუფლის სიტყვისამე და მათი სავალი სულ თაუფლის მართალი სასჯელისამე, მაშინ აღიმაღლებენ ყველანი ერთმანს და აკურთხებენ და აქებენ და განადიდებენ და წმინდა ყოფენ სულ თაუფლის სახელს. და მოუხმობ ზეცის ყოველ მხედრობას და ყოველ წმინდანს მაღლა და უფლის მხედრობას, ქერუბიმებს, სერაფიმებს და უფანიმებს და ყოველ ანგელოზებს ძალაუფლებისას და ყოველ ანგელოზს ხელმწიფებისას და რჩეულს და სხვა ძალებს, რომლებიც არიან დედამიწაზე და წყლებზე. და იმ დღეს აღავლენენ ერთხმას და აკურთხებენ, აქებენ და განადიდებენ სარწმუნოების სულით და სიბრძნის სულით და სუგრძელობის სულით და წყალობის სულით და სამართლისა და მშვიდობის სულით და სიკეთის სულით და იტყვიან ყველანი ერთხმად კურთხეულ არს იგი და კურთხეულ არს სახელი სულ თაუფლისა უკუნით ეკუნისამდე. ყოველი ვინც არიძინებს ზეცაში მაღლა აკურთხებს მას, ყოველი წმინდანი რომელიც არის ზეცაში აკურთხებს მას და ყოველი რჩეული რომელიც მკვიდრობს სიცოცხლის ბაღში და ყოველი ნათლის სული რომელსაც ძალუց კურთხევა, ქება, განდიდება და წმინდა ყოფა შენი დიდებული სახელისა და ყოველი ხორცელი უზომოდ განადიდებს და აკურთხებს შენ სახელს უკუნით ეკუნისამდე. რამე თუ მრავალია წყალობა სულ თაუფლისა და იგი არის სულგძელი და ყოველი მისი საქმე და ყოველი მისი ქმნილება მისი სიმძლავრისამებრ და მოუწყდა მართა და რჩეულთა სულ თაუფლის სახელით. თავის 62. და ასე უბრძანა უფალმა მეფეებს, ძლიერებსა და მაღალ და მათ ვინც კვიდრობს დედამიწაზე და უთხრა: აღახილენით თქვენ თვალები და აღმართეთ თქვენი რქები თუ შეძლებთ რჩეულის ცნობას. და სულ თაუფალმა დასვა იგი თავის დიდების ტახტზე და გადმოიღვარა მასზე სიმართლის სული და მისი პირის სიტყვა მოკლავს ყოველ ცოდვეს და ყოველი უჭირო წარხდება მისი პირისაგან. და აღდგებიან იმ დღეს ყოველი მეფე ძლიერი და მაღალი და მისის მკვიდრნი და იხილავენ მას და იცნობენ მას, როდესაც იგი ზის თავისი დიდების ტახტზე და სიმართლით განეკითხებიან მის წინაშე და არანაირი სიცრუე სიტყვა არ ითქმის მის წინაშე. და მოვა მასზე ტანჯვა როგორც დედაკაცზე მშობიარობის სალმობა, როდესაც უმძიმს მას შობა და ყრმა მოდის საშოდან და მას უდგება ტკივილები მშობიარობისა. და შეხედავს ერთი მეორეს და შეძეწუნდებიან და დახრიან თავიანთ პირის სახეს და შიში შეიპყრობს მათ, როდესაც იხილავენ იმ კაცის ძეს, რომელიც ზის თავისი დიდების ტახტზე. და მეფენი ძლიერი და ყოველი მიწის მმართველი ადიდებენ, აკურთხებენ და განადიდებენ მას, ვინც მართავს ყოველივეს, რაც დაფარულია. რამე თუ დასაბამიდანვე დაფარული იყო კაცის ძე და უზენაესმა შეინახა იგი თავისი ძლიერების წინაშე და გამოუცხადა იგი რჩეულთ. და დაითესება რჩეულთა და წმინდათა კრებული და ყოველი რჩეული დადგება მის წინაშე იმ დღეს და ყოველი მეფე ძლიერი მაღალი და მიწის მმართველი დაიმხობა მის წინაშე პირზე. და თაყვანს სცემდნენ მას და სასოებას დაამყარებენ იმ კაცის ძეზე და შევედრებიან მას და ითხოვენ მისგან წყალობას. და სულ თაუფალი აიძულეს მათ საჩქაროდ განერიდონ, რათა სასწრაფოდ გავიდნენ მისი პირისგან და მათი პირისახი აღიოსება სირცხული და სიბნელე დაეფინება მათ სახეებს. და გადაეცემიან ისინი სასჯელის ანგელოზებს, რათა იძიონ შური მათზე იმ ჩაგვრისთვის, რაც დამართეს მის შვილებსა და მის რჩეულებს. და იქნებიან ისინი სანახაობად მართათათვის და მისი რჩეულთათვის. და გაიხარებენ მათზე, რამეთუ დაცხრა რისხვა სულ თაუფლისა მათზე და მისი სასჯელის მახული დაითვრება მათგან. ხოლო მართალნი და რჩეულნი გადარჩებიან იმ დღეს და აღარ იხილავენ ცოდვილთა და უჭიროთა პირისახეს უკუნისამდე. და სულ თაუფალი მკვიდრობს მათზე და იმ კაცის ძესთან ერთად ჭამენ ისინი და დაწვევიან და აღდგებიან უკუნით ეკუნისამდე. და მართალნი და რჩეულნი აღდგებიან მიწიდან და შეწყვეტენ პირისახის დახრას და შეემოსებიან დიდების სამოსი და ეს იქნება სამოსელი სიცოცხლისა სულ თაუფლისგან და თქვენი სამოსი არ დაძველდება და თქვენი დიდება არ წარხდება სულ თაუფლის წინაშე. და ეს იქნება სამოსელი სიცოცხლისა სულ თაუფლისგან და თქვენი სამოსი არ დაძველდება და თქვენი დიდება არ წარხდება სულ თაუფლის წინაშე. ეს ორჯერ მეორდება, ეს მე წავშალო. თავის 63. იმ დღეებში შეევედრებიან ძლიერნი და მეფენი, რომელიც ფლობენ მშრალ მიწას მის სასჯელის ანგელოზებს, რომელთაც გადაეცნენ ისინი, რათა მისცენ მათ მცირეოდენი შესვენება, რათა დაემხონ და თაყვანისცენ სულ თაუფლის წინაშე და აღიარონ თავიანთი ცოდვები მის წინაშე.
დააკურთხებენ და შეაქებენ სულთა უფალს და იტყვიან: კურთხეულ არ სულთა უფალი და უფალი მეფეთა და უფალი ძლიერთა და უფალი მდიდართა და დიდების უფალი და სიბრძნის უფალი. დაანათებს შენი ძლიერება ყოველ თაობას და თაობაზე და შენი დიდება უკუნით უკუნისამდე. ღრმა ყოველი შენი საიდუმლო და ურიცხვი და შენ სიმართლეს არ აქვს საზღვარი. ახლა შევიცანით, რომ უნდა შევაქოთ და ვადიდოთ მეფეთა უფალი და იგი ვინც მეფობს ყოველ მეფეზე. და იტყვიან: ვინ მოგცემს ჩვენ შესვენებას, რათა შევაქოთ და მადლობდეთ და აღვიაროთ რწმენა მისი დიდების წინაშე? და ახლა ველტვით მცირეოდენ შესვენებას და ვერ პოვებთ. გამდევნილ ვართ და ვერ მიგვიღწევია მისთვის და ნათელი წარხდა ჩვენი პირისაგან და სიბნელია ჩვენი სავანი უკუნით უკუნისამდე. რამე თუ არ ვიწამეთ მის წინაშე და არ ვადიდეთ სახელი სულთა უფლისა და არ ვადიდეთ ჩვენი უფალი, არამედ ჩვენი სასოება იყო ჩვენი მეფობის სკიპტრაზე და ჩვენს დიდებაზე. და ჩვენი გასაჭირის და უბედურების დღეს იგი არ გვიხსნის ჩვენ და ვერ პოვებთ შესვენებას ახსარებისთვის. რამე თუ ერთგულია ჩვენი უფალი ყოველ თავის საქმეში და თავის სამართალში და თავის სიმართლეში და მის სამართალს არ აქვს მიკერძოება. და ჩვენ წარვწყებით მისი პირისგან ჩვენი საქმეების გამო და ყოველი ჩვენი ცოდვა სიმართლით აღირიცხება. ეხლა ეტყვიან თავიანთ თავს: ჩვენი სულები აღივსოს ურჯულოების სიმდიდრით, მაგრამ ეს ვერ დაგვიფარავს შეშფოთებისგან შეულის უფსკულში ჩავარდნისას. და ამის შემდგომ მათი პირისახი აგვისება სიბნელი და სირცხვილი იმ კაცის ძის წინაშე და განიდებლებიან მისი პირისგან და მახვილი დამკვიდრდება მათ შორის მის წინაშე. ასე თქვა სულთა უფალმა. ეს არის განჩინება და სასჯელი ძლიერთა, მეფეთა და მაღალთა და მიწის მფლობელთა მიმართ სულთა უფლის წინაშე. ამის წაკითხვას კონსტანტინეს როგორ მოეწონებოდა ეს რო წაიკითხა, ალბათ ცუდად გახდა. მეფეებს რა დღეში არის ყრის. თავის 64 და სხვა სახეებიც ვიხილე ამ დაფარულ ადგილას. შემოესმა ჩემს ყურს ანგელოზთა ხმა, რომელიც ამბობდა: ესენი არიან ანგელოზები, რომლებიც ჩამოვიდნენ ზეციდან დედამიწაზე და განუცხადეს საიდუმლო ადამიანთა შვილებს და აცდუნეს ადამიანთა შვილები, რათა შეეცოდათ. თავის 65 ენოქი უწინასწარმეტყველებს ნოეს წარღვნის მოსვლასა და მის გადარჩენას. დავიღალე. და იმ დღეებში იხილა ნოემ დედამიწა, რომ იგი დაიხარა და მოახლოებული იყო მისი წარწმენდა. დააღმართა იქიდან თავისი ფერხნი და წავიდა დედამიწის კიდეებამდე და მოუხმო იქ თავის პაპას ენოქს. წარეხმით და უთხრა: ისმინე ჩემი. სამჯერ უთხრა და უთხრა მას: მიჩვენე, რა არის ეს, რაც დაიმართა დედამიწას, რამე თუ ასე დასუსტდა დედამიწა და შეირყა, რომ მეც არ წარწვდე მასთან ერთად. და ამის შემდგომ იყო დიდი რყევა დედამიწაზე და ხმა გაისმა ზეციდან და დავეცი ჩემს პირზე. და მოვიდა ენოქი, ჩემი პაპა, და დადგა ჩემს გვერდით და მითხრა: მე რატომ სანერად არის? რატომ მიხმობდი ასე მწარე ღაღადისითა და ტირილით? ბრძანება გამოვიდა უფლის პირისაგან მიწის კვირთა მიმართ, რომ აღესრულოს მათი აღსასრული, რამე თუ შეიტყვეს მათ ანგელოზთა ყოველი საიდუმლო და სატანის ყოველი ძალადობა და ყოველი მათი დაფარული ჯადოქრობა და მისნობანი და ყოველი კერძსახურების ჭამდეთა ძალა მთელ დედამიწაზე. და როგორ გამოაქვთ ვერცხლი დედამიწის მტვრისაგან და როგორ იქმნება თხევადი მეტალი მიწიდან. რამე თუ ტყვია და კალა არ გამოაქვთ დედამიწიდან როგორც პირველს, არამედ არის წყარო, რომელიც გამოადეს მათ და ანგელოზი დგას მის შუაგულში და იგია ის ანგელოზი, რომელიც განაგებს მას. და ჩემმა პაპამ ენოქმა ხელი ჩამკიდა, წაუმაყენა და მითხრა: წადი, რამე თუ კითხე სულთა უფალს ამ დიდების რყევის შესახებ. და მითხრა მან მე: მათი ურჯულოების გამო აღესრულა მათი სასჯელი და აღარ ჩაითვლება ჩემს წინაშე ის თვეები, რომლებიც მათ გამოიძიეს, რათა იცოდნენ, რომ დედამიწა წარწყდება და მასზე მკვიდრნეც. და მათთვის აღარ იქნება თავშესაფარი საუკუნოდ, რამე თუ უჩვენეს მათ დაფარული საგნები და ისინი განეკითხებიან. ხოლო შენ, ძეო კაცისა, უწყი სულთა უფალმა, რომ წმინდა ხარ და უბრალო ამ საიდუმლოთა ბრალდებისაგან. და მან განამტკიცა შენი სახელი წმინდათა შორის და დაგიცავ შენ დედამიწის კვირთაგან და აკურთხებს შენს მოდგმას სიმართლით მეფობისა და დიდებისათვის და შენი მოდგმისგან გამოვა სიმართლისა და სიწმინდის წყარო ურიცხვი უკუნისამდე. თავის 66 და ამის შემდგომ მიჩვენა მე სასჯელის ანგელოზები, რომლებიც გამზადებულნი იყვნენ მოსასვლელად, რათა გამოეშვა წყლის ყოველი ძალა, რომელიც არის დედამიწის ქვემოთ, რათა მოეტანათ სასჯელი და წარწმენდა ყოველი მიწის კვირისა და მასზე მცხოვრებს. და სულთა უფალმა უბრძანა ანგელოზებს, რომელიც გამოდიოდნენ და არ აღემართა თავიანთი ხელები, არამედ შეეკავებინათ ისინი, რამე თუ ეს ანგელოზები განაგებდნენ წყლის ძალებს და გამოვედი მე ენოქის პირისაგან. თავის 67
და იმ დღეებში იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ და მითხრა მე, ნოე, აჰა, შენი ხვედრი ამოვიდა ჩემს წინაშე, რამე თუ შენი ხვედრი უბიწოა, ხვედრი სიყვარულის და სწოროპოვრობისა. და ბრძანა უფალმა ანგელოზებმა და ბრძანა უფალმა ანგელოზებმა კიდობნის ხეებისგან გააკეთონ ნაგებობა. რადგან ანგელოზთა ხელები შეუდგნენ ამ საქმეს, რათა დაიცვან კაცობრიობის მოდგმა და მისგან გამოვიდეს სიცოცხლის ნერგი, რათა მიწა არ დარჩეს კვირთა გარეშე. ანუ ნოეს კიდობანი ანგელოზებს აუშენებიათ. და მე განმომტკიცებ შენს დაუმალობას ჩემს წინაშე უკუნისან და განვაბნევ მათ, ვინც შენთან ერთად კვიდრობს და არ იქნება გამოცდილი, ანუ არ გაქრება მიწის პირიდან, არამედ კურთხეული იქნება და გამრავლდება მიწაზე უფლის სახე. და ჩაკეტავს უფალი იმ ანგელოზებს, რომლებიც ურჯულება აჩვენეს ადამიანებს და იმ ცეცხლოვან ხეობაში, რომელიც მანამდე მიჩვენა ჩემმა მამამ ენოქმა დასავლეთით ოქროს ვერცხლის რკინის გამლღვალი ბრინჯაოს და კალის მთებს შორის. გაბრძმენდილი რო ეწერა ხო. და ვიხილე ეს ხეობა, სადაც იყო დიდი წოლა და წყალთა ღელვა. დუღილი. და როდესაც ეს ყველაფერი აღესრულა, იმ გამლღვალი ლითონის და წყლების ღელვისაგან იმ ადგილას აღიძრა გოგირდის სუნი და იგი შეერია იმ წყლებს და ის ხეობა იმ ანგელოზებისა, რომლებმაც აცტუნეს კაცობრიობა ცეცხლად დაენთო მიწის ქვეშ. და იმ ხეობის ნაპრალებიდან გამოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარეები, სადაც იტანჯებიან ის ანგელოზები, რომლებმაც აცტუნეს მიწის მკვიდრნი. და ის წყლები იმ დღეებში იქცევა მეფეთა, ძლიერთა, ამპარტავანთა და მიწის მკვიდრთა სხეულის საკურნებლად, ხოლო სულისთვის სასჯელად. რადგან მათი სული სავსეა სგურის თქმით, რათა დაისაჯონ თავიანთი სხეულით, რადგან მათ უარყვეს სულთა უფალი. და ისინი ყოველდღიურად ხედავენ თავიანთ სასჯელს, თუმცა მაინც არ სწამთ მისი სახელის. და რამდენადაც ძლიერდება მათი სხეულის წვა, მით უფრო იცვლება მათი სული უკუნისადმი, რადგან სულთა უფლის წინაშე არავინ არის, ვინც ცრუ სიტყვას იტყვის. რადგან მოიწევა სამსჯავრო მათზე, რამე თუ მათ სწამდეთ თავიანთი სხეულის გულის თქმისა. მაგრამ უარყვეს უფლის სული. და იმ დღეებში ის წყლები განიცდიან ცვლილებას, რადგან როდესაც ის ანგელოზები დაიჭებიან იმ წყლებში, მათი წყაროების ტემპერატურა შეიცვლება და წყლები ადუღდება, გაცხელდება და როდესაც ანგელოზები ავლენ ზემოთ, წყაროთა წყლები კვლავ შეიცვლება და გაცივდება. და მოისმინა მიქაელმა მიუგო და უთხრა რაფაელს. ეს სამსჯავრო, რომლითაც იჭებიან ანგელოზები, არის მოწმობა დედამიწის მეფეთა და ძლიერთათვის, რადგან ეს წყლები სასჯელია მეფეთათვის, მაგრამ მათი სხეულის განკურნებაა, თუმცა მათ არ სწამთ და არ ხედავენ, რომ ეს წყლები შეიცვლება და იქცევა საუკუნო ცეცხლად. თავის 62. და ამის შემდეგ ჩემმა პაპამ ენოქმა მომცა მე ყველა საიდუმლო სწავლება თორა, წიგნსა და იგავებში, რომლებიც მას მიეცა და მან შეკრება ისინი ერთად ჩემთვის წიგნის სიტყვებად. და იმ დღეს მიქაელმა უპასუხა რაფაელს და უთხრა: სულის სიმტკიცე მიტაცებს მე და მზარავს ეს სასჯელი საიდუმლოთა მკაცრი განაჩენი, ანგელოზთა სასჯელი. ვინ შეძდებს გაუძოს ამ კაცს სასჯელს, რომელიც აღესრულა, რომლის წინაშეც ისინი დინებიან? და კვლავ უპასუხა მიქაელმა რაფაელს და უთხრა: ვისი გული არ მოდრეკილა ამის გამო და ვისი თირკმელები არ შეშფოთებულან ამ სასჯელის სიტყვით, რომელიც გამოვიდა მათ წინააღმდეგ, მათ გამო ვინც ასე წაიყვანეს. და იყო, როდესაც დადგა იგი სულთა უფლის წინაშე, უთხრა მიქაელმა რაფაელს: მე არ ვიქნები მათი დამცველი უფლის თვალში, რამე თუ სულთა უფალნი განისხდა მასზე, რადგან იქცეოდნენ ისე თითქოს იყვნენ უფალნი. ამიტომ მოვა მათზე დაფარული სასჯელი უკუნისადმი, რამე თუ ვერც ანგელოზი და ვერც ადამიანი ვერ მიიღებს თავის ხვედს, არამედ მხოლოდ მათ მიიღეს თავიანთი მსჯავრი უკუნისამდე. თავის 69. და ამ სასჯელის შემდგომ შეაშინებს და შეაწწუნებს მათ ანგელოზებს, რამე თუ უჩვენეს ეს დედამიწის კვირით და ესენია იმ ანგელოზთა სახელები. პირველი მათგანია შემიხაზა, ანუ სემიაზა, მეორე არტაკიფა, მესამე არმენი, მეოთხე კოკაბიელი, მეხუთე ტურაიელი, მეექვსე რუმიელი, მეშვიდე დანიელი, მერვე ნუკაელი, მეცხრე ბარაკიელი, მეათე აზაზელი, მეთერთმეტე არმეროსი, მეთორმეტე ბატარიელი, მეცამეტე ბასასაელი, მეთოთხმეტე ანანელი, მეთოთხმეტე თუარიელი, მეთექვსმეტე თუმილელი, მეჩვიდმეტე საჰარიელი, მეთვრამეტე თუმაველი, მეცხრამეტე თორელი, მეოცე რუმაელი, 21 აზაზელი, იგულისხმება ანანიელი. და ესენი არიან მათი ანგელოზთა მთავრები და მათი სახელები და მათი 100-ის თავები და მათი 50-ის თავები და მათი 10-ის თავები. რა პირველი სახელია იეკუნ, იგია ის, ვინც აცტუნა ღვთისმშობლების ყოველი მოდგმა. და ჩამოიყვანა ისინი დედამიწაზე და ასტუნა ისინი ადამიანთა ასულებით.
და მეორე სახელია ასბელი, მან მისცა ბოროტის რჩევა წმინდა ღვთის შვილებს და რათა განეხსნათ თავიანთი ხორცი ადამიანთა ასულებთან ერთად. და მესამე სახელია ადრიელი. იგია, ვინც ადამიანთა შვილებს უჩვენა სიკვდილის ტყუილი დარტყმა და მან აცდუნა ევა და უჩვენა ადამიანთა შვილებს დაღუპვის იარაღები. ფარი, აბჯარი და მახული, საბრძოლო და ყოველი სიკვდილის იარაღი დედამიწის მკვიდრთან მიმართ. და მისი ხელიდან გამოვიდა ყოველი ეს დედამიწის მკვიდრთან მიმართ იმ დღიდან და უკუნისამდე. და მეოთხე სახელია პენემუე, მან აჩვენა ადამიანთა ძეებს სიმწარე და სიტკბო და აჩვენა მათ მათი სიბრძნის ყოველი საიდუმლო. და მან ასწავლა ადამიანებს წერა მენითა და ქაღალდით, პერგამენტით და ამის გამო ბევრმა შესწოდა უკუნით უკუნისამდე დღევანდელ დღემდე. რამე თუ ადამიანი არ შექმნილა იმისათვის, რომ ამგვარად განემტკიცებინა თავისი რწმენა, კალმით და მელნით. რამე თუ ადამიანები არაფრით განსხვავებულან კალამი და მელანი ებრაულად არის უხთავ და ეტ. რამე თუ ადამიანები არაფრით განსხვავებულან არ შექმნილ ანგელოზთაგან, არამედ იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ წმინდანი და მართლიანი და სიკვდილის, რომელიც ყოველივეს პოპს, ვერ უნდა ეძლია მათთვის. მაგრამ მათი ამ ცოდნის გამო იღუპებიან ისინი და ამ ძალის გამო ეს ცოდნა მჭამს მე. და მეხუთეა, რომლის სახელია ქაზდეია, მან აჩვენა ადამიანთა ძეებს სულთა და დემონთა ყოველი ბოროტი დარტყმა და მუცელში ჩანასახის დარტყმა, აბურტი. რათა დაეცეს იგი და სულის დარტყმები, გველის ნაკბენები და დარტყმები, რომელიც მოდიან შუა დღის სიცხეში, გველის ძე, რომელსაც ეწოდება თაბაათი, ანუ ბეჭედი. და ეს არის კასბეელის ფისის თვარის საქმე, რომელიც მან აჩვენა წმინდანებს, რომელსაც მკვიდრობდა მაღალში დიდები და მისი სახელია ბიკა. მან სთხოვა მიქაელს, რათა ეჩვენებინა მისთვის დაფარული სახელი, რათა ეხსენებინათ იგი იმ ფიცში, რათა შეძრწუნებულიყვნენ იმ სახელის და იმ ფიცის წინაშე, ვინც ადამიანთა ძეებს აჩვენეს ყოველივე, რაც დაფარული იყო. და ეს არის ამ ფიცის ძალა, რამე თუ იგი ძლიერი და მტკიცია და მან ჩააბარა ეს ფიცი მიქაელს ხელში. და ესენი არიან ამ ფიცის საიდუმლოებანი და ისინი გამტკიცებულნი არიან მისი ფიცით, მისი მეშვეობით დაიკიდა ზეცსა, სანამ სამყარო შეიქმნებოდა და უკუნისამდე. და მისი მეშვეობით დაფუძნა დედამიწა წყლებზე და მთების დაფარული სიღრმებიდან მოდის კეთილი წყალი ცოცხალთათვის და სამყაროს შექმნიდან უკუნისამდე. და ამ ფიცით შეიქმნა ზღვა და მას დაუდგინდა ქვიშა საზღვრად მისი რისხვის ჟამს და იგი ვერ გადავა მას ყოველი სამყაროს შექმნიდან უკუნისამდე. და ამ ფიცით გამტკიცდა უფსკუნი და ისინი დგანან თავიანთ ადგილებს და არ იძვნიან სამყაროს დასაბამიდან და უკუნისამდე. და ამ ფიცით ასრულებენ მზე და მთვარე თავიანთ სვლას და არ გადაუხვევენ თავიანთ წესიდან სამყაროს დასაბამიდან და უკუნისამდე. და ამ ფიცით ასრულებენ ვარსკვლავები თავიანთ სვლას და იგი მოუწოდებს მათ სახელი და ისინი პასუხობენ სამყაროს დასაბამიდან და უკუნისამდე. და ასევე მორჩილებენ წყალთა სულები, ქართა სულები და ყოველი სული და მათი გზები ყოველი სულიერი ქალის შეკრებიდან. და მასში ინახება ქუხილის ხმები და ელვის ნათება და მასში ინახება სიტყვის საგანძური, ყინვის საგანძური, ნისლის საგანძური, წვიმისა და ცხვარის საგანძური. ყოველივე ეს აღიარებს და აქებს სულთა უფლის წინაშე და უგალობს მას მთელი თავისი ძალით და მათი ყოველი საზრდო არის მადლიერება და ისინი მადლობენ, აქებენ და განადიდებენ სულთა უფლის სახელს უკუნით უკუნისამდე. და მათზე მტკიცია ეს ფიცი და მისით არის დაცული მათი გზები და მათი სვლა არ შეწყდება. და დიდი სიხარული იყო მათ შორის და აკურთხებენ, აქებდნენ და განადიდებენ, რამე თუ გამოეცხადა მათ იმ კაცის ძის სახელი. და იგი დაჯდა თავისი დიდების საყდარზე და სამჯეროს მთელი ხელისუფლება გადაეცა კაცის ძეს და მან წარწმუნდა და აღგავა ცოდუნი მიწის პირიდან და მათთან ერთად იმათნიც, ვინც აცდუნა წოდესოფელი. ბორკლებით შეებოჭათ მათი ხელები და თავიანთი განადგურების შესაკრებაში იქნებიან დამწყვდეულნი და მათი ყოველი საქმე გაქრება მიწის პირიდან და ამის შემდგომ აღარ იქნება რაიმე ხრწნადი, რამე თუ გამოჩნდა ის კაცის ძე და დაჯდა თავის დიდების ტახტზე და ყოველი ბოროტება განეშორება მის პირისახეს და სიტყვა იმ კაცის ძისა გამტკიცდება სულთა უფლის წინაშე. ეს არის მეორე იგავის დასასრული ენოქისა. თავი 71. და იყო ამის შემდგომ, როდესაც მისი ენოქის სახელი სიცოცხლეში ამაღლდა და იმ კაცის ძისა და სულთა უფლის წინაშე მიწის კვირთა შორის ყოფნისას, იგი ამაღლდა სულის ეტლებით და გაქრა მისი სახელი მათ შორის. და იმ დღიდან მე აღარ ვიყავი შერაცხული მათ შორის და მან დამსვა ორ ქარს შორის, ჩრდილოეთსა და დასავლეთ შორის, სადაც ანგელოზე მაიღეს საზომი თოკები, რათა განეზომათ ჩემთვის რჩეულთა და მართალთა ადგილი. და იქ ვიხილე პირველ მამანი, პატრიარქები და მართალნი, რომელიც მკვიდრობენ იმ ადგილას დასაბამიდანვე. თავი 71. და ამის შემდგომ, როდესაც ჩემი სული დაიფარა და ამაღლდა ზეცად და ვიხილე წმინდა ანგელოზთა შვილები, რომლებიც დააბიჯდნენ ცეცხლის ალზე, მათი სამოსი იყო თეთრი და მათი მოსასხამები და მათი სახეები ანათებდა თოვლივით. და ვიხილე ცეცხლის ორი მდინარე და ნათელი ცეცხლისა ბრწყინავდა როგორც იაკინთი და დავემხი პირქვე სულთა უფლის წინაშე და მიქაელმა ერთ-ერთმა მთავარ ანგელოზთაგანმა
ჩამჭიდა ხელი, წაუმაყენა, გამიყვანა და მიჩვენა სიმართლის ყველა საიდუმლო. და მან მიჩვენა ზეცის, კიდეების ყველა საიდუმლო და ვარსკვლავთა ყოველი საგანძური და მნათობები, საიდანაც ისინი გამოდიან წმინდანთა წინაშე. და მან წაიღო ჩემი სული ზეცათა ზეცაში და იქ ვიხილე ნაგებობა, სასახლე, რომელიც აშენებული იყო ყინულის ქვებით და მათ შორის იყო ცეცხლის ენები. და ჩემმა სულმა იხილა გარემომცველი ცეცხლის ის სახლი და მის ოთხივე კუთხეში იყო ცეცხლით სავსე მდინარეები, რომლებიც ეტყნენ იმ სახლს. და მის გარშემო იყვნენ სერაფიმები, ქერუბინები, ოფანიმები. ესენი არიან ისინი, ვინც არ იძინებენ და იცავენ მისი დიდების საყდარს. და ვიხილე ანგელოზები ურიცხვი 1000 და 1000-ნი და ბევრთა ბევრნი, რომლებიც გარს ერტყნენ იმ სახლს და მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი და ფანუელი და წმინდა ანგელოზები, რომლებიც არიან ზეცაში, შედიოდნენ და გამოდიოდნენ იმ სახლიდან. და გამოვიდნენ იმ სახლიდან მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ფანუელი და მრავალი წმინდა ანგელოზი ურიცხვი. და მათთან ერთად იყო დღეთა ძველი, დღეთა მეთაური. მისი თავი იყო თეთრი და სუფთა როგორც მატყლი და მისი სამოსი გამოუთქმელი იყო. და დავემხე პირქვე და მთელი ჩემი ხორცი დადნა და ეს ჩემი სული გარდაიქმნა და შევღაღადე დიდი ხმით სულის ზარი და ვაკურთხე და ვადიდე და განვადიდე. და ეს კურთხევანი, რომლებიც აღმოხდა ჩემი პირიდან, სათნო იყო დღეთა ძველის წინაშე და დღეთა ძველი მოვიდა მიქაელთან, გაბრიელთან, რაფაელთან და ფანუელთან ერთად და უიცვლ ანგელოზებთან ერთად. და მოვიდა ჩემთან ანგელოზი მომესალმა თავისი ხმით და მითხრა: შენ ხარ კაცის ძე, რომელიც იშვა სიმართლისათვის და სიმართლე მკვიდრობს შენზე და დღეთა ძველის სიმართლე არ მიგატოვებს შენ. და მითხრა მან: იგი მოგიწოდებს შენ მშვიდობისკენ მომავალი სამყაროს სახელით, რადგან იქიდან გამოვიდა მშვიდობა სამყაროს შექმნა და ასე იქნება შენთვის მარადის და უკუნითი უკუნისამდე. და ყოველი, ვინც ივლის შენი გზით, რადგან სიმართლე არ მიგატოვებს შენ, მათთან იქნება შენი სამკვიდრო და მათთან იქნება მათი წილი და ისინი არასოდეს განგეშორებიან შენ უკუნითი უკუნისამდე. და ასე იქნება დღეთა დღე გრძელობა იმ კაცის ძესთან ერთად და ეს იქნება მშვიდობა მართლათათვის და სწორი გზა მართლათათვის სულთა უფლის სახელით უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამით დამთავრდა, მეგობრებო, მეორე ნაწილი. შემდეგი ნაწილი არის, მესამე ნაწილი არის ციურ მნათობთა სვლის წიგნი, იმას შემდეგში გავაგზავნებთ. მადლობა მოსმენისათვის. დაგემშვიდობებით.